მოგესალმებით ეთერში ანა ჩიქოვანის პოდკასტი. დღეს ჩემი სტუმარი იქნება ანა გოგოლაძე, კოალიცია ცვლილებისთვის პარტია ახალის წევრი და ჩემი მეგობარი. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მე რაღაცნაირად შევცვალე ჩემი ფორმატი და დღეს ძირითადად საპროტესტო სერია დავარქვი ამ პოდკასტების სერიას, იმიტომ რომ მე ვფიქრობ დღეს ჩვენი ცხოვრება მოცული არის ამ პროტესტით, გვინდა თუ არ გვინდა, ამ რეალობაში ცხოვრობთ. და ძირითადად მინდა რომ ამ თემით შევხარგულოთ, იმიტომ რომ ფაქტობრივად რაღაცნაირად საშუალებაც კი აღარ გვეძლება რომ ამ თემის მიღმა გავიდეთ, იმიტომ რომ ეს არის დღეს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება. სამწუხაროდ რაღაც სასამართლოებით დაწყებული საღამოს რუსთაველით დამთავრებული, ხო? მადლობა პირველ რიგში სტუმრობისთვის. ეს თავისუფალი ფორმატი გვაქვს, გვისაუბრე კიდეც ამაზე, რომ ხშირად რაღაცნაირად შეზღუდულია ხოლმე სატელევიზიო ფორმატები და რაღაც რამდენიმე წუთით შემოიფარგლება და განსაზღვრული კითხვები და ამ შემდეგ. დღეს გვექნება საშუალება, რომ უფრო თავისუფლები ვიყოთ ამ ნაწილში და მათ შორის შენც რაც გექნება სათქმელი, ჩემი კითხვების გარეშეც კი შეგიძლია რომ ამ თემაზე გაისაუბრო და გააჟღერო. პირველ რიგში სანამ გადავალთ ზოგადად იმ პრობლემებზე საუბარს და იმ რეალობაზე, რომელშიც ცხოვრობთ, მინდა რომ ჩვენს მაყურებელს და ჩვენ აუდიტორიას მოუყვე შენს გზაზე, როგორ აღმოჩნდი პოლიტიკაში, საერთოდ იმიტომ რომ არ გვაქვს მაგის ფუფუნება, რომ რაღაც ბევრი ხალი იყოს მათ შორის პოლიტიკაში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანი არის სიამდვილეში დღეს ჩართული ამ სფეროში აქტიურად, ხალებიც მაინც ხშირად უკანა პლანზე არიან ხოლმე, ან ფექში მუშაობენ და ასე შემდეგ, ხო? თუმცა შენ საკმაოდ ხანგრძლივი გზა გაიარე აქამდე მისასვლელად, როგორც პარლამენტში დაიწყე, ხო? პარლამენტიდან დავიწყე, როგორც სტაფერმა. ხო, ანუ თავიდან რაღაცა განათლების გზა რაც აირჩიე დაუშვათ, რაღაც შენი პროფესია როცა აირჩიე, როგორ მიხვედი მაგ გადაწყვეტილებამდე, მაგაზე მოგვიყევი და მე უკვე ამ თვითონ ამ სფეროში, რაღაც პოლიტიკის სფეროში, როგორ აღმოჩნდი პირველად მაგაზე მოგვიყევი. ძალიან დიდი მადლობა ეთერისთვის, ძალიან სასიამოვნოა. პარტიული ცხოვრება ალბათ ჩვენ ქვეყანაში ის სივრცე არის, სადაც რაც ნაკლები მიზიდულობის სფეროს ქმნის, ხო, რეალურად, ხო? ეს რაღაცა მიზიდულობა ყველაზე ნაკლებია, თუ სადმე გინდოდა შეიძლება ახალგაზრდა ადამიანს დღეს, განსაკუთრებით დემონიზებულიც არის. სალსახად ქართული ოცნების პირობებში, რომელიც სულ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებისგან მტრის ხატის კულტივაციას ეწეოდა და დემონიზებას ეწეოდა და ამბობდა, რომ ვინც ჩვენთან ერთად არ არის, მტერი არის, რეალურად იქ შეიძლება დაფიქრდე რაღაც მომენტში, მე თვითონ მაშინ, როდესაც მე წავედი, გადავწყვეტე პარტიულ ცხოვრებაში, რომ ჩართულიყავი, როდესაც ჩვენთან ხელისუფლება შეიცვალა, მაშინ სტუდენტი ვიყავი და უკვე 2017 წლიდან მომიწია უნივერსიტეტში მუშაობდი და მომიწია რომ მან გოცირდის გაცნობა ერთ სივრცეში აღმოჩნდით საუნივერსიტეტო და მე 4 წლის განმავლობაში ბატონ რომანთან მუშაობდი როგორც სტაფერი საქართველოს პარლამენტში. და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის, იმიტომ რომ ანუ ბოდიში პროფესია რა იყო შენი? ეკონომიკას ვსწავლობდი, მე საჯაროდ მესწრებას, დღეს უკვე პოლიტიკის მეცნიერებების დოქტორანტურის მიმართულები და ეს იყო ძალიან საინტერესო, რომ მე როდესაც ბატონ რომანთან მუშაობდი, აი ეს მითი, რასაც ქმნიდა პრინციპში ქართული ოცნება, რომ განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობისგან, რომ ესენი არიან ხო რაღაც მტრის ხატი. ამაზე იდგნენ რეალურად. ამაზე იდგნენ და დღესაც ამაზე დგანან, უბრალოდ პარტიებიდან მე გადავიდნენ სამოქალაქო სექტორზე, რომ ისინიც მტრები არიან და აგენტები არიან, გადავიდნენ და გააფართოვეს ეს წრე, ხო, მტრების წრე ეგრეთ წოდებულის და მე ხვდი რომ ნუ რეალურად აქ არაფერი ისეთი არ არის, აშიში რასაც გვეუბნებიან. მაგრამ მოხდა ისე რომ ნიკამელია როდესაც გახდა პარტიის თავმჯდომარე ნაციონალური მოძრაობის და მის სურვილით მოხდა განახლება ნაციონალური მოძრაობის და ეს იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გადახალისება მომხდარიყო პარტიული სივრცის და ესტაბლიშმენტის ერთგვარად. აი ზუსტად ეს პერიოდი იყო 2020 წელი იყო. და რატო იყო 2020 წელი მნიშვნელოვანი? ეგ მახსოვს ყველა, აი ეს დღეც კი მახსოვს და თარიღიც კი მახსოვს რეალურად. 2020 წელს ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩაინიშნა. მახსოვს ყველანი როგორ ველოდებოდით ამ საპარლამენტო არჩევნებითა და ხელისუფლების ცვლილებას და ყველოდებოდით ყველა. და ამ დროს ვასწავლედი უნივერსიტეტში და ჩემი სტუდენტებიც, ანუ რაღაცა ესეთი ცოტა ეს საპროტესტო ტალღაზე განწყობილი სტუდენტები და მახსოვს არჩევნების შედეგები რომ გამოცხადდა ის სრული ნიჰილიზმი, იმედგაცრუება და ფრუსტრაცია, რაც მოყვეს შედეგებს რეალურად, იმიტომ რომ მაშინაც მიმღებლობა ამ შედეგების არავის არ ჰქონდა. იმიტომ რომ მოლოდინი იყო, რომ აუცილებლად უნდა შეცვლილიყო. იმიტომ რომ მანამდე ჩვენ გავრილობის პერიოდი ქონდა გავლილი და 20 ივნისი. 20 ივნისი ქონდა გავლილი, COVID პანდემია და ასე შემდეგ რეალურად და მახსოვს სტუდენტების პირველი რეაქცია, მაშინ COVID პანდემიის პერიოდი იყო, რომ აი ახლა რას ვაკეთებთ? და მაშინ ვუთხარი, რომ უნდა ვიბრძოლოთ, მაგრამ რო ვუთხარი, რომ უნდა ვიბრძოლოთ, მე საიდან ვიბრძვი, ეგ იყო ძალიან საინტერესო და მაშინ გადავწყვეტე, რომ დავთანხმებოდი ნიკამელიას ამ ერთგვარ პროექტში მონაწილეობას, ხო, რომელიც გულისხმობდა პარტიულ გადახალისებას და ესე აღმოჩნდი რეალურად პარტიულ ცხოვრებაში. მე იყო 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები
და უკვე მე-4 წელს ვასრულებ თბილისის საკრებულოში. კი, საკრებულოში, რომელსაც სამწუხაროდ ადგილობრივი პოლიტიკის შექმნაზე და წარმართვაზე არანაირი გავლენა არ აქვს, მით უმეტეს ოპოზიციური მხრიდან. ხო, ადგილობრივი თვითმმართველობა დღეს უბრალოდ ქვეყანაში არ არსებობს. არ არსებობს და ეს მიზანმიმართულად არ არსებობს, იმიტომ რომ ეს ხალხთან ყველაზე ახლოს მდგომი გადაწყვეტილების მიმღები ორგანო არის და აი ნოე ჟორდანია რამიშვილის პირველი რესპუბლიკის დროსაც ჯერ კიდევ ამბობდნენ, რომ შენ თუ რეალური დემოკრატიული მმართველობა გინდა ქვეყანაში თვითმმართველობა უნდა გააძლიეროთ. ხო, მაგედან უნდა იყოს რაღაც ვიწრო მასშტაბით, ხლადია. პრინციპში შენ ახლა უკვე პარლამენტის წევრი უნდა იყო, ეგეც რო უთხრეს მაყურებელს აღარ უნდა იყო. უკვე აღარ ვარ რეალურად კი, აღარ წევრი, იმიტომ რომ პარლამენტის მანდატი ქონდა, მაგრამ ამ მანდატებზე უარი ვთქვით იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რაც შეიქმნა ქვეყანაში, მან ტოტალურად გაყავდა არჩევნები, მივიღეთ ისრაელ პრობლემაში დღეს ვართ. პრინციპში შეგვიძლია იგივე თქვა 2020 არჩევნებზეც, მაგრამ სამწუხაროდ მაშინ ვერ აღმოჩნდა ხო ეს მასშტაბი და მათ შორის ვერ აღმოჩნდა როგორც ჩანს ოპოზიცია ისეთი ერთსულოვანი იმ მომენტში, რომ იმ დროსვე ის პროცესები დაწყებული იყო, რაც დღეს დაიწყო. როგორ ფიქრობ რა ეტაპზე ვარ დღეს და სადამდე შეიძლება მეგვიყვანოს ამ ცოტა მალე მივედი მაგითხვამდე, მაგრამ მოცემულობა მარტივი ნამდვილად არ არის. სულ ვამბობ ხოლმე, რომ კრიზისი ამ ქვეყანაში, მით უმეტეს ბოლო წლების განმავლობაში, აი 2020-დან რო დავიწყო ჯერ კიდევ, როდესაც დაიწყო რეჟიმმა თავის ილუსტრაცია და გამოაშკარავება, საითმე გავრილოვი რო პირველად გავრილოვიდან მანამდე არსებობდა ალბათ ნიშნები, ვინც ჩართული იყო პოლიტიკაში, ადევნებდა თვალს აქტიურად, ანალიზს უკეთებდა, მეტნაკლებად ხვდებოდა, რომ ეს ის არ იყო, რისთვისაც ვიბრძოდით ამდენი წლის განმავლობაში და ეს ის ქვეყანა არ იყო, სადაც ცხოვრება გვინდოდა ალბათ და ეს ის ხელისუფალი იდეალური ვარასოდეს ვერ იქნება ცალსახად, სადაც საქმე კეთდება, იქ აუცილებლად რაღაცა შეიძლება გაფუჭდეს კიდევაც, მაგრამ ინდიკატორები ხო არსებობს, კაი ხელისუფალის გამჭრვალობის მიხედვით კორუფციის მართვის, ანგარიშვალდებულების და ასე შემდეგ და ჩვენ მივხვდით, რომ რაღაცა ისე ვერ არის, მაგრამ რეალურად სისტემა ილუსტრაცია დაიწყო ყველაზე კარგად გავრილოვის ღამის შემდგომ და მე მოყვა მთელი კასკადი. და სულ ვამბობ ხოლმე, რომ დღეს რა მოცემულობაც გვაქვს, ალბათ ესეთ კრიზისულ მოცემულობაში ჩვენ არასოდეს არ ყოფილვართ რეალურად, იმიტომ რომ საერთოდ შემოატრიალეს ის ვექტორი, საიდანაც მივდიოდით. რადიკალურად 360 გრადუსით არის შემოტრიალებული და ყველაზე მძიმე არის ის, რომ მიგვაქანებენ გარდა კრიზისი ბევრნაირი შეიძლება იყოს და გამოწვევა ბევრნაირი შეიძლება იყოს და პასუხიც, მაგრამ მიგვაქანებენ სრული იზოლაციისკენ და ეს არის ყველაზე მძიმე რეალურად. არსებობს დღეს ქვეყანაში ძალიან დიდი ნაწილი მოსახლეობის და ვფიქრობ, რომ ეს არის ნამდვილად უმრავლესობა, რომელიც არ ეგუება ამ რეჟიმს და არ უნდა ასეთ ქვეყანაში ცხოვრება, არ უნდა იქ ცხოვრება, სადაც ყველაფერი უნდა დავთმოთ, მიღწეული უნდა გავანიავოთ და არ უნდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება. ყველაზე მძიმე სულ ამბობ ხოლმე, რომ სიმძიმეს ბევრი ხარისხი გრადაცია და შრია, ხო, რეალურად. მით უმეტეს, როცა ისეთ დიდ მოვლენებზე ვსაუბრობთ, როგორც არის მომავლის დაგეგმა, მომავალი, ჩვენი ყოფა და ასე შემდეგ. მაგრამ უპერსპექტიობა და უიმედობა არის დღეს სუფევს რეალურად. რაც დღეს სუფევს და ეს იყო ამათი მართვის ინსტრუმენტი, მუდამ და დღეს რო ვფიქრობ, სულ ცდილობდნენ, რომ ეს განცდა ჩვენში გაჩენილიყო, იმიტომ რომ აი 2020 წლის არჩევნები რატო გავიხსენე, იმიტომ რომ სტუდენტების პირველი შეფასებაც ისე როგორც ყველა ჩვენთაგანის ხო ალბათ იყო, რომ აი უპერსპექტიობა, რომელმაც დაისადგურა ქვეყანაში, რომელიც არ ეფუძნებოდა არანაირ მერიტოკრატიას, ხო, განვითარება ხო არ დგას იმაზე, რომ რა საკეთებ, რისთვის იბრძვი, რა გაგიკეთებია, რა შეგიქმნია, რომ იმის მიხედვით დაწინაურდე. ეგრე არ ხდებოდა. და ეს უპერსპექტიობის და უსამართლობის განცდა რომელსაც დიდი ხანია ლექავენ და აჯენენ და ცდილობენ რომ შეგვაგუონ. ეს არის ყველაზე მძიმე რეალურად, ხო? ხო, მათი მთავარი ინსტრუმენტი აღმოჩნდა როგორც ჩანს. ეს აღმოჩნდა მათი მთავარი ინსტრუმენტი და დღესაც ამას ცდილობენ. პოლიტპატიმრების არსებობით, პოლიტიკოსების დაკავებით, აი ამ მტრული განცხადებებით ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიმართ, მედიის შეზღუდვით, არასამთავრობო ორგანიზაციების აკრძალვით, ხომ, რომ შეგვაგუონ ამ უპერსპექტივასთან გითხრან, რომ ამ ქვეყანაში არაფერი არ იქნება. და ეს არის მათი მთავარი მართვის ინსტრუმენტი. და ჩვენ თუ ვიცით, ახლა რა არის მათი მთავარი მართვის ინსტრუმენტი, მით უმეტეს, როდესაც ემოციებზე, გონებაზე, ფსიქიკაზე ზემოქმედებენ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამით ცდილობენ მართვას ჰიბრიდული ომიც ხო ეგ არის რეალურად, რომ ემოციებზე და გონებაზე იერიში არის. აი ამით რო ცდილობენ ჩვენ მართვას, ალბათ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რისთვის უნდა ვიყოთ მზად, როგორ უნდა ვებრძოლოთ მათ. ძალიან რთულია, მარტივი ნამდვილად არ არის და ჩვენც გვაქვს ალბათ ეგეთი პერიოდები, როდესაც აი ნიჰილიზმი ჩვენც გვეუფლება და გონია, რომ შეიძლება აღარაფერი აღარ იყოს. ხო, აი სად შეიძლება გაწყდეს ეს სადაც წვრილია. ხო, ეგ ძალიან ისეთი კითხვა არის მნიშვნელოვანი. როგორ ფიქრობ,
20 წელი გავიხსენეთ ჩვენ და მანამდე გავრილოვის მოვლენები გავიხსენებთ და მაშინ სამწუხაროდ მიხედავთ იმისა, რომ იყო პროტესტი ადამიანებში, რაღაცა დიდი ის მასშტაბი, რაც მაშინ იყო საჭირო, მე დღეს ვნახეთ ჩვენ რამდენი 2024 წლის მოვლენებზე 2023-დან კიდე რუსული კანონის დროს ვნახეთ, რომ უფრო მეტი ადამიანი დაუპირისპირდა ამას. როგორ ფიქრობ, ხო გავმაზეთ უხეშად რო ვთქვათ, მაშინ ეს ამბები უფრო მეტად გაუაზრებელი დარჩა ადამიანების დიდი ნაწილისთვის, მაშინ არ იყო ისეთი დონის მასშტაბი პროტესტის, რაც საჭირო იყო და ამიტომაც მოვედით დღემდე. და ხშირად დღეს ადამიანები, რომლებიც ახალი ჩართულები არიან ამ პროტესტში, ცოტა რაღაც კრიტიკულები არიან ხოლმე ამ პროცესების მიმართ, მაგრამ ავიწყდებათ, რომ თვითონ ეს ადამიანები, რომლებიც დღეს აქტიურობენ, მაშინ საერთოდ არ აქტიურობდნენ და მაშინ თითქოს ეთანამშრომლებოდნენ კიდეც, ხო, მათი ნაწილი. აი ამას რა შეიძლება რომ უშველოთ, ასე ვთქვათ, როგორ შეიძლება რომ ეს ადამიანები, რომლებიც დღეს რაღაცნაირად მაინც უპირისპირდებიან ერთმანეთს, მიუხედავად იმისა, რომ ერთად უნდა იდგეს ყველა ეს ხალხი, მაშინდელიც და ახლანდელიც, როგორ შეიძლება რომ ამას უშველოთ, ასე ვთქვათ და ეს ადამიანები ამ ადამიანებს უთხრათ, რომ ეხლა ერთიანობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ნაწილში, პროტესტის ერთიანობის ნაწილში, ხო? ბევრი საყრდენი არ ქონია, მაგრამ გამოკვეთილი საყრდენები ქონდა ქართულ ოცნებას. ნუ ერთი იყო ნიჰილიზმის, უიმედობის, უსამართლობის განცდა, მეორე იყო მოქალაქეების ფრაგმენტაცია და დაყოფა, დაყავი და იბეტონეს პრინციპით ჩვეულებრივად, და მესამე კორუფცია, რაზეც დგას რეალურად და კორუფციას რო თავი დავანებოთ, ალბათ ყავს, აი დღესაც ვსაუბრობდით, 300,000 საჯარო მოხელი არსებობს, 700,000 სოციალურად დაუცველი, 1 მილიონი ადამიანია, რომელიც უბრალოდ ფინანსურად ყავს მიბმული, ყველაფერს რო თავი დავანებოთ, აღარ არის საუბარი კორუფციის უზარმაზარ მასშტაბებზე, რომელიც ქვეყანაში ხო? ეს სამი საყრდენი ქონდა. აი ეს ფრაგმენტაციით კვებავს თავის ძალაუფლებას რეალურად. ეს არის ყველაზე მთავარი, მაგას მიუბრუნდები და 2020-დან დავიწყებ. 2020 წელს გავრილოვი, რომ თავმჯდომარის პარლამენტის თავმჯდომარის სკამში აღმოჩნდა, ვიღაცებს ალბათ ფრაგმენტული გადაცდომა ეგონათ და რაღაცა მოხდა შემთხვევით მოხდა. მაგრამ შემთხვევით ესეთი რაღაცები არ ხდება. და ნუ ალბათ ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე სულ გგონია, რომ შემთხვევითობა არის ეს და ეს გამოსწორდება აუცილებლად თანამედროვე როცა არჩევნები გვაქვს. იგივე და გვემართა რუსულ კანონთან დაკავშირებით 2024 წელს არჩევნები რო გვეგონა რომ იყო რეალურად, ხო? მოდი არჩევნებზე დავაფიქსიროთ ჩვენი ნება დაფიქსირდა ის ნება ვიყოთ ის ნება წაგვართვეს, ეგ არის ყველაზე მთავარი, ხო? და ეგ იყო ალბათ ჩვენი შეცდომა, რომ ავტორიტარულ რეჟიმებში ანუ პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც მიდის ამ რეჟიმისკენ და ჰიბრიდული რეჟიმის ანუ ჰიბრიდული ომის ამოცანაზე გარი რომ რწმენა უნდა გაკარგინოს ხელისუფლების შეცვლის ლეგალური ინსტრუმენტების მიმართ, როგორიც არის არჩევნები რეალურად. ამიტომ არჩევნებით ალბათ ავტორიტარული რეჟიმები არ იცვლება. ეგეთი ბუნებას ალბათ იცვლება. ხო, ეს უნდა რაღაცნაირად გაიაზრონ ადამიანებს. ეგ უნდა გავიაზროთ, ეხლა ეგ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ინსტრუმენტს უბრალოდ ძალა აქვს დაკარგული. ეგ არის მთავარი. 20 წლის შეცდომა მაშინაც და 2024 წლის შეცდომაც რუსული კანონების იყო ის ასევე. და აქ არ ვაპირებ ვიყო რბილი რეალურად მოქალაქეების განწყობა და ეგეც რეჟიმის მართლობის შედეგია, რომ პოლიტიკოსები არ გვინდა და მოდი პოლიტიკოსები გავწიოთ ამ პროცესიდან. და სულ ვამბობ ხოლმე, რომ ოპერაცია ჯობია ჩაატაროს, ოპერაცია ქირურგიული, შედარებით სუსტმა ქირურგმა, ვიდრე მუსიკოსმა. აბსოლუტურად გეცა. ცალსახად, იმას უფრო მეტი ბმა აქვს პროცესთან და უფრო მეტი ცოდნა აქვს რეალურად, ვიდრე მუსიკოს შეიძლება კონდეს. მართვა უკეთესად შეუძლია პროცესის, ხო? რეალურად და ეს რატომ მოხდა? მოხდა იმიტომ, რომ ის საკვები, რომელთაც ყვება მოსახლეობა და დემონიზება, ხო, ამ შემთხვევაში ოპოზიციური პარტიების, ამან კარგად იმუშავა 2020 წელს და 2024 წელსაც და ოპოზიციის გაბანკროტება მათ შორის განწყობების დონეზე. ხო, ცალსახად შეცდომები ყველგან ხდება მათ შორის ოპოზიციაში და შეიძლება ვერ იყო ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე. განსაკუთრებით ავტოკრატიაში. ხო, ცალსახად. და სულ ვიძახი, რომ 12 წელი უბრალოდ ოპოზიციაში რო იყო, აქ გადარჩენის რეჟიმში ხარ. ფინანსური გადარჩენის რეჟიმში ხარ, ემოციური, ფიზიკური გადარჩენის რეჟიმში ხარ. და ეს არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა და ტვირთი, რომელშიც საკუთარი ნებით შედიხარ. და ამ დროს კიდე გეწევა ის არ ვიცი, მოთხოვნა, რომ მოდი ოპოზიცია არ გვინდა და რაღაცნაირად პრესავს რა. ძალიან რთული არის მათ შორის ემოციურადაც და მე მინდა ესმოდეს მოსახლეობას მათ შორის ოპოზიციურად განწყობილ მოსახლეობას, რომ დღეს ოპოზიციის კრიტიკა
რაც არ უნდა მოგწონდეს ან არ საერთოდ არაფრის მომცემი არ არის. საერთოდ არაფრის მომცემი არ არის გარდა რეჟიმის გამოკვებისა. იმიტომ კიდევ ერთხელ ვიძახი, რეჟიმი დგას ფრაგმენტაციაზე. თუ ოპოზიციას განუდგებიან, უნდა იცოდნენ, რომ უბრალოდ ამით პროცესს აზიანებენ. ჩვენ შეიძლება ბევრი რამე არ მოგწონს ჩვენი პარტიების შიგნით ან არა მარტო ჩვენი პარტიების, სხვა პარტიებისაც და ცალსახად და ბევრ რამეს არ ვემხრობი და სულ თავს ვიკავებ ხოლმე მათ შორის ღია კრიტიკისგან ოპოზიციის, იმიტომ რომ ეს არაფრის მომცემი არ არის და თუ გვაქვს რესურსი რამის კრიტიკის და რამის წინააღმდეგ წასვლის ეს უნდა იყოს ცალსახად, ეს უნდა გამოვიყენოთ ქართული ოცნების წინააღმდეგ. და პირველ რიგში კიდე იცი რაზე მინდა ხოლმე ხშირად აქცენტი გავაკეთო მე როგორც მათ შორის პოლიტიკური პარტიის წევრს და ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა ეხლა გადაცემა მიმყავს თუ რას ვაკეთებ, ანუ შიგნით რაც უფრო ჩახედული ხარ შიგნით პროცესებში, უფრო მეტად ხედავ ყველაფერს. ხშირ შემთხვევაში, როდესაც რაღაცები კარგად ვითარდება, ან მაგალითად, როდესაც უყურებთ პროცესს, როდესაც ძალიან ბევრი ხალხი იყო ქუჩაში გამოსული და ძალიან მუხტი მაღალი იყო და ასე შემდეგ, ამ შემთხვევაში ეს იყო ამ შემთხვევაში ოპოზიციის წვლილი ცხადი არსად არ ჩანდა, მიუხედავად იმისა, რომ მათი მობილიზების წვლილი და პროცენტი მაღალი იყო, მაგრამ თუ რაღაც არ მიდის კარგად, თუ ადამიანები ჩაქიმავენ, ცოტა ნიჰილიზმში მიდიან და ამ შემდეგ ყველაფერი ოპოზიციის პასუხისმგებლობა ეძებენ, ან მესმის ეს აბსოლუტურად ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესის ნაწილია, მაგრამ არ უნდა გვავიწყდეს, რომ როდესაც მათ მეტ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ, მათ ხშირ შემთხვევაში გაცილებით რთულია მათთვის ყველაფრის კეთებაც მათ შორის და ანუ მე ხშირად მიფიქრია მაგაზე რომ ხო აი რა როდესაც ამ რეალობაში გიწევს ცხოვრება არ გაქვს რაღაც ნული ფინანსები მიდიხარ მათ შორის იქამდე მიხვედი რომ დათმეს მანდატები ყოველგვარ უპირატესობაზე უარი თქვი იმის გამო რომ ცხადი არალეგიტიმურად უნდა ცნოს ხელისუფლება და შემდეგ და ჩები აბსოლუტურად ჰაერში ასე ვთქვათ არაფერია ნული რესურსით ნული მათ შორის ხარდაჭერით და მე ელოდებიან ამ ადამიანებისგან რაღაცა ჯადოსნურ ჯოხს რომელიც დაიქნევს და რაღაც საოცრებას მოახდენს და მათ შორის პრობლემა ისიც იყო ხოლმე ხშირად რომ ელოდებოდნენ ანუ ხშირად პრობლემა ისიც იყო რომ მოდი გაიწიოს ოპოზიციური პარტიები არ გვინდა ჩვენ ფუნით აქ რაღაც დღის წესრიგს და თუ არაფერი რო არ ხდებოდა მე ისე ოპოზიცია ხო აი არ ვიცი მე ვფიქრობ რომ ამ შემთხვევაშიც აქაც ისევ პროპაგანდა მუშაობს იმიტომ რომ არ ვიცი რა გზებით ერევა და რა საცეცები აქვს ამ კუთხით გავრცელებული მაგრამ ხშირ შემთხვევაში აქაც პროპაგანდა მუშაობს და როგორ უნდა მოხდეს შენი აზრით რაღაცნაირად ამ რაღაც სამოქალაქო ჯგუფების და ოპოზიციური პარტიების თანამშრომლობა იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ რაღაცა ერთგვარი კონსოლიდაციის ამ ჯგუფებს შორის რაღაც თუ არ მოხდა კონსოლიდაცია რომ ჩვენ აქეთ მხარეს ვართ ერთი ხალხი იმ გაგებით რომ ვებრძვით რუსეთს და მეორე მხარეს არიან მტრები, მაგ შემთხვევაში სხვანაირად ფიზიკურად ვერ მოხდება, ხო? იმიტომ რომ შეუძლებელია რაც ახსენე შეფრაგმენტაცია, ამ ფრაგმენტაციის პირობებში რაიმე წარმატების მიღწევა. ცალსახად, დღეს მგონია რომ ჩვენი გამარჯვების ფორმულა რეალურად და პროცესის წარმატებით დასრულების ფორმულა სამნიშნულოვან მახასიათებელზე დგას. ერთი არის ერთიანობა და აქ მხოლოდ ოპოზიციის ერთიანობა ცალსახად არ იგულისხმება, როგორც აღნიშნა, ყველა საპროტესტოდ განწყობილი ჯგუფის ერთიანობას გულისხმობ. ეს იქნება ყოფილი თანამდებობის პირობები მაგალითად პრეზიდენტი, ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო აქტივისტები, NGO სექტორი, მედია თუ ასე შემდეგ, მათი ერთიანობა, თანმიმდევრულობა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვიტყვით და გავაკეთეთ და თანმიმდევრულად მივყვებით როგორც საშინაო, ასევე საგარეო ველზე ყველა პროცესს და სიცხადე. მესამე არის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ სიცხადე. დღეს თუ რამე აწყობს ქართულ ოცნებას, ეს არის ბუნდოვანების შექმნა, იმიტომ რომ ბუნდოვანება განგაწყობს ნიჰილიზმისკენ, უპერსპექტივობისკენ და პესიმიზმი ახასიათებს ბუნდოვანებას, განსაკუთრებით ასეთ კრიზისულ მომენტებში, სადაც მოსახლეობის 80% თulis რომ კრიზისშია კი ქვეყანა, მათ შორის ქართული ოცნების ამომრჩეველი. აი ეს სამი თუ გვექნება რეალურად ქვეყანაში, ეს სამი თუ იქნება აი ამ საპროტესტოდ განწყობილ ძალიან დიდ ნაწილში, ვფიქრობ რომ გრძელი პროცესი აუცილებლად წარმატებით დასრულდება. როდესაც თანამშრომლობაზე ვსაუბრობთ, აქ ყოველთვის სულ ვცდილობთ ხოლმე რომ განსაკუთრებით ერთმანეთი დავინდოთ და არ ვიყოთ კრიტიკულები ერთმანეთის მიმართ. მაგრამ აქაც ალბათ რაღაცა ზღვარი არსებობს. როდესაც ერთიანობაზე ვსაუბრობთ, ხშირად აკრიტიკებენ მათ შორის არა მხოლოდ სამოქალაქო სექტორს და ოპოზიციას. ოპოზიციაც ხშირ შემთხვევაში ერთიანობის სივრცეს ვერ პოულობს ხოლმე, მაგრამ ვინ არის აი ეს განდგომილი ვინც არ თანამშრომლობს და აუცილებლად უნდა ითქვას, იმიტომ რომ დღეს თუ რამემ ოპოზიცია როგორც ერთიანი ხო აქტორი დააზიანა, აი ზუსტად მაგ ნაწილში სიცხადეს არ ქონა იყო. ოპოზიცია ვერ თანხმდება, რომელი ოპოზიცია ვერ თანხმდება? ვისი ბრალია? ვინ არის ეგ ვინც ვერ თანხმდება? არ შეიძლება ქართული ოცნება რასაც აკეთებდა პირობითად ხო ნაციონალური მოძრაობისგან მტრის ხატი შექმნა და მე ყველას ნაცზე ძახდა. ხო იქ გააკეთა. იგივე ხდება აქაც ოპოზიცია ვერ თანხმდება.
და ზოგადად ოპოზიცია ხდება დემონიზებული. ერთ მურიან ქვაფში გებიან და ყრიან ყველას, ვინც საბოტაჟირებს იგივე ერთიანობას. და აუცილებლად აქ სახელები უნდა ითქვას და იმანის პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს თუ აი ამ კრიტიკულ მომენტში ერთიანობის მომხრე არ არის. დღეს თვითმმართველობის არჩევნებზე რო საუბრობთ, კი, ამ ნაწილში სამოქალაქო ჩვენ გადაკვეთის წერტილები უნდა ვიპოვოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ რა არის ის პოზიციები ჩვენ პოლიტიკურ კალენდარზე, რაც გვაქვს საერთო. ეს ჩვენი დადგენილი პოლიტიკური თარიღი იქნება თუ უკვე მოახლოებული დღის წესრიგში მდგარი. აი ეს თანაკვეთის წერტილები უნდა ვიპოვოთ და აქ უნდა ვთქვათ, რომ აქ ვართ ერთიანობით, რომ დემოკრატია რას გულისხმობს საიდანაც მივდივართ, რომ ეს არის მრავალფეროვნება, პლურალიზმი არის, ხო? სრულად ერთნაირები ვერ ვიქნებით. და ცალსახად ვერ ვიქნებით ერთიანები და არც უნდა ვიყოთ. ერთიანები ყავს სრულად ერთიანები, ერთი ხელწერა. ყველაფერი მესეჯ ბოქსიც რო ერთიანი აქვს და ვორდინგიც რო ყველაფერი რო ერთიანი. მაგალ მოგვიყვანა აქამდე რეალურად, რომ ერთი კაცის სიტყვით საუბრობს ყველა, ხო? მაგრამ ეს თანაკვეთის წერტილები უნდა ვიპოვოთ და დროებით, ეხლა ყველაზე ღირებული გვაქვს გადასარჩენი, სამშობლო გვაქვს გადასარჩენი, ყველაზე ჩვენი მომავალი გვაქვს და თავისუფლება ამ ქვეყნის. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ის წყენებიც, პირადი, პარტიული, პოლიტიკური მომწონხარ, არ მოგწონხარ, მეც არ მომწონს ბევრი სხვა ოპოზიციური პარტიებიდან, ალბათ იმათაც არ მოუწონვართ, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსაც არ მოუწონვართ და მეც არ მომწონს ბევრის პოზიციონირება, ცალსახად არ მომწონს, მე პოლიტიკოსი რო პოლიტიკურ პარტიაში რო არ მზღუდავს ალბათ იმის თქმისგან რომ არ მომწონს მის პოზიციონირება, მაგრამ ეგ არ არის ის თემა, რაზეც უნდა არის განსჯის საგანი აბსოლუტურად. იმიტომ რომ უფრო ძალიან მაღალი ზეპარტიული ღირებულებისთვის ვიბრძვით ჩვენ რეალურად, ხო? სამშობლო არის და თავისუფლება არის, დემოკრატია და სუვერენიტეტი ამ ქვეყნის გადასარჩენი. და შესაბამისად ეს თანაკვეთის წერტილები უნდა ვიპოვოთ. აი ეგეთი თანაკვეთის წერტილი არის ახლა თვითმმართველობის არჩევნები. ვინ არის, ვინ საბოტაჟირებს? ვართ ერთიანები? თუ არ ვართ ერთიანები და ვიღაცა ამ პროცესს განადგება, უნდა ითქვას და წნეხი როგორც ოპოზიციური პარტიებისგან, ასევე სამოქალაქო სექტორისგან იმ აქტორებზე გაძლიერდეს რეალურად, იმიტომ რომ ისინი დაგვაკვარგინებენ თუ დღემდე რამე მოვიტანეთ ამ პროტესტით. იქნება ეს სანქციები, არაღიარება თუ ასე შემდეგ, ხო, რეალურად და ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ახლა ამ პროცესში და მგონია რომ თუ ვინმე ამ ერთიანობას მაგნაწილში დაარღვევს, ჯერ ის ბუნდოვან ერთიანობას, ეგეც მნიშვნელოვანია. ალბათ თუ სადმე ძალიან ხისტი ვიქნები, რაც არ ყოფილა ალბათ ამ წლების განმავლობაში, ეს არა მარტო იმიტომ, რომ მე როგორც ის ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, რომელიც არჩევნებში არ შედის და ამით აუცილებლად მოსახლეობას უნდა უთხრათ, თქვენც ჩვენი კოალიცია არ შედის, ხო, არჩევნებში. არჩევნებში არ დაივიწყეთ საერთოდ რომ არჩევნები არსებობს ამ წამს, ამ მოცემულობაში. მით უმეტეს დიდი ქალაქების მოგება, ეს არის სრული აბსურდი, ხო, რეალურად ატყუებენ თავის თავსაც და თავის თვითონ ძალიან კარგად რისთვისაც შეიძლება შევიდნენ არჩევნებში, მაგრამ მოსახლეობას ატყუებენ ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩვენ როგორც მოქალაქეებს ამ ქვეყნისას გვაკარგინებენ ბრძოლის მოგების შესაძლებლობას. ჩვენ იმასთან თავი დავანებოთ, რომ ჩვენ როგორც საერთოდ იცვლება ფოკუსი საერთოდ სხვაგან მიდის. აღიარება არის. ეს არის უკვე მოქმედი რეჟიმის აღიარება. და ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენ რო არ შევდივართ არჩევნებში, რას ვკარგავთ. ძალიან აი არ აინტერესებს თითქოს მოსახლეობას, მაგრამ პოლიტიკური პარტია არსებობს არჩევნებიდან არჩევნებამდე. არჩევნები არის ის საშუალება მისთვის, რომ პოლიტიკურმა პარტიამ განვითარება შეძლოს, გადარჩენა შეძლოს, მით უმეტეს რეჟიმის პირობებში. აი მაგ ერთიანობას დამრუღავი ვინც არის ხოლმე აუცილებლად ილუსტრაცია უნდა მოხდეს. აბსოლუტურად გეთანხმები და მოდი აი ესე შევხედოთ რეალობას, რომ აი ჩვეულებრივად ვიღვიძებთ, ერთი ჩვეულებრივი დღე წარმოვიდგინოთ და რა იცვლება, ანუ იღვიძებ ერთ დილასაც და ამბობ რომ მოდი იცი რა, მოდი იქნება არჩევნების გზით რაღაცების შეცვლაზე ვიფიქრო და ამ დროს რა შეხედა მოცემულობას, რა მოცემულობაში ხარ აბსოლუტური დიქტატურა გიმყარდება თითქმის ყოველ დღე, ანუ რა ვიცი, ახლა შევახსენოთ მაყურებელს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი დაიჭირეს მარტო იმის გამო, რომ არ მივიდა თეა წულუკიანის რაღაც ღალატის კომისიაზე, შეგვიძლია ეს დავარქვა, მარტო ამის გამო, ფაქტობრივად არაფრის გამო არ დაიჭირეს ადამიანი, იმიტომ რომ საგირავ არ გადაიხადა და ასევე არაპირებენ ამ გირაოს გადახდას ჩვენი თანამებრძოლებიც, მათ შორის და ზურას რამდენი ხნის წინ გაცხადებული ქონდა დღეს გვარამიამაც იგივე დაწერა. გვაქვს რეალობა, რომელშიც პოლიტიკურ, ანუ ეხლა თუ დავუშვათ ირაკლი ოქრუაშვილი აღარ იყო აქტიური პოლიტიკოსი, იგივე აქტიური პოლიტიკოსები და ყველაზე აქტიური პოლიტიკური ლიდერები ვინც არიან, იმავეს აპირებენ და ამ რეალობაში ცხოვრობთ ყოველდღიურად. ერთი ტელემედია უკვე დაიხურა მთავარი სახით, რომელზეც ასეთი წნეხი არსებობდა. ფაქტობრივად შემოგრჩა ტელე-პირველი, რომელიც ფუნქციონირებს დღეს ასეც ღიად უნდა ვთქვათ, ფაქტობრივად ლელოს ფინანსებით, ეს არ არის მე მგონი დამალული. არსებობს ფორმულა, რომელიც ძლივს არსებობს და როდის დაიხურება, კაცმა არ იცის, იმედია რომ არ დაიხურება.
ანუ ამ რეალობაში ვცხოვრობთ დღეს არჩევნების შედეგები არ უღიარები არც ერთ ცივილურ ქვეყანას დასავლეთში, ამერიკით დაწყებული ევროპაზე რო აღარ გადავიდეთ და ფაქტობრივად სრულ იზოლაციაში ვართ, ყოველ დღე თენდება ამ რეალობით და ჩვენ ამ დროს ვაკეთებთ განაცხადს, რომ იცი რა, მოდი იქნებ ვიფიქროთ თვითმმართველობის არჩევნების გასვლაზე, იმიტომ რომ აი დიდი ქალაქების მოგების შანსი გვაქვს და ანუ რა შეიცვალა? ანუ აქამდე რასაც ყვიროდით. აქამდე ისიც ვიბრძოდით, აქამდე ქუჩებში რო ღამეებს ვათევდით, აქამდე რო გვირტყავდნენ. იმის მერე შეიცვალა რამე, თუ რამე მემეშლება. ანუ ამ რეალობაში, ამ კონდიცია, ანუ რაც გამოვიარეთ იქიდან დღემდე, რამე თუ შეიცვალა იმისთვის, რომ ამ ბრძოლაში შეხვიდე ისე, რომ შემდეგ არჩევნებზე გახვიდე, ანუ ნიშნავს თუ არა ეს, რომ იმ წინა არჩევნების ლეგიტიმაციას აღიარებ, თუ არ ნიშნავს მაშინ რანაირად გადიხარ იგივე ცესკოთი. ანუ აბსოლუტურად გაუგებარი გადაწყვეტილება იქნება მათგან, ვინც ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, იმიტომ რომ არაფერი არ გიჭირავს ხელში, ანუ მათ შორის ვაჭრობითაც კი ვერაფერზე ვერ ევაჭრები, რომ რამე წამოიღო მათგან, მათ შორის 50 პოლიტპატიმარი ყავს და ეგრე ხავ ხედავთ, რომ ემატებიან კიდე, ხო, პოლიტიკური პარტიის ლიდერი. რა იცვლება ანა? ანუ მართლა გაუგებარია ჩემთვის და აბსოლუტურად გაუგებარი იქნება იმათი გადაწყვეტილება, ვინც ამ პროცესში შეყვება ქოცებს, ხო? ჩემთვის ძალიან გასაგები იქნება, მაგრამ აბსოლუტურად მიუღებელი იქნება, ეს არის ეგოცენტრული გადაწყვეტილება, ვიწრო პარტიული ინტერესებით ნაკარნახევი, ფინანსური ინტერესებით ნაკარნახევი. სხვა ახსნა ამას ფიზიკურად არ აქვს. ხო, მაგასაც დავამატებ, ბოდი სანამ გააგრძელებ, ბევრი არგუმენტი მოდიოდა იქიდან, რომ მათ შორის, როდესაც ყავთ რეგიონებში რესურსი პარტიებს, რომლებიც მათი წევრები არიან, იმ რეგიონებში ის ხალხი მიჩვეული არის, რომ რაღაც საკრებულოს წევრი ხდება, ამის შეიძლება რაღაც თავმჯდომარე ხდება, ზოგი არ ვიცი, რამდენად აქვს მაგისი შანსები ამ პირობებში არ ვიცი, მაგრამ მოკლედ ეს რეგიონული რესურსი რაც გააჩნიათ ამ პარტიებს, სამწუხაროდ როგორ ჩანს იმ ადამიანებში ეს დაშვება დღემდე კიდევ ვერ გაიაზრეს, რა რისკების წინაშე ვდგავართ და მაინც დღემდე იმ ფიქრებით არიან, რომ იქნებ საკრებულოს წევრი გავხდე, იქნებ რაღაც გავხდე და ანუ თუ ჩვენ რეგიონებში გვყავს ესეთი რესურსი ხალხის, რომელიც ამაზე არის მხოლოდ ორიენტირებული, რომ მოდი იცი რა იქნებ, მე ჩემი საკრებულოს ადგილი არ დავკარგო, მაშინ რანაირად ვიბრძვით ამ ხალხთან? მართლა გულსაფრად გაუგებარია ჩემს მესმის აბსოლუტურად, იმიტომ რომ ეს ხალხი ხშირ შემთხვევაში ამ ცხოვრობს, ეს არის მათი რაღაც ფინანსური შემოსავლის წყარო და შემდეგ, მაგრამ თუ ამ ხალხს ჩვენივე გუნდის წევრებს თუ ვერ გავაგებინეთ, რომ ეს სხვა ტიპის ბრძოლა არის აბსოლუტურად და შენი საკრებულოს ხელფასი ამ წუთას არაფრის განსაზღვრელი არ არის, სამწუხაროდ და საუბედუროდ. მაშინ არ ვიცი რანაირად არიან ისინი ჩვენი გუნდის წევრები. თან საუბარია რამდენი საკრებულოს წევრი, აი რამდენი პოტენციურად რო დაუშვათ, რამდენი საკრებულოს წევრი შეიძლება ყავდეს აი ამ შეცვლილი საარჩევნო კოდექსის პირობებში, რომ მაჟორიტარები გაზარდეს, პროპორციული შეამცირეს, ბარიერი აწიეს, ხო და ასე შემდეგ, ხო იქ მაჟორიტარებს თავისეთ. იმ ვენეციის კომისიამ დადო დასკვნა 18 მარტის დასკვნა, რომ ის ცვლილებები, რომელიც შევიდა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის, პირდაპირ წერია, რომ ქართულმა ოცნებამ თავის თავზე მოირგო და თავის პოტენციურ გამარჯვებას მოარგო საარჩევნო კოდექსი, კანონის შეცვალა მაგისთვის და საუბარი არის, რას უნდა გადავაყოლოთ ქვეყანა 50 საკრებულოს წევრის 6800 ლარიან ხელფას. ამას უნდა გადავაყოლოთ, აქამდე მოტანილი პროტესტი რეალურად, აი მოსახლეობას რო ავუხსნათ, ის πολιτიკური ჯგუფები და პარტიები რომელთა პოზიციონირება დღეს არის ბუნდოვანი, ამ საარჩევნო პირობებში შეძლებენ მთელი საქართველოს მასშტაბით, აი გადანაწილებით რაც აქვს და იმ პროცენტული შედეგებით რაც საპარლამენტო არჩევნებში მიიღეს და კიდევ უფრო ნაკლებს მიიღებენ დავარწმუნებ, იმიტომ განწყობები არის შეცვლილი საერთოდ მოსახლეობა არჩევნებზე თუ წავიდა, ეგ არის საკითხავი, ან რომ მიულენ მოსახლეობას რა უნდა უთხრან, ვის მიერ რითი აპირებენ ხმების დაცვას, ვის CSK-ს ჩატარებულ არჩევნებში შემოდით, ვის მიერ გაყაველაშვილის დაკიდებულ თარიღზე, ანუ აი მართლა ვერ ხვდები და იმ დაშვებითაც რო ვთქვათ, რა პროცენტული შედეგებიც დაწერეს თვით საპარლამენტო არჩევნებზე, მაგრამ ქართული ოცნება კიდევ უფრო ნაკლებს დაუწერს. შეძლებენ 50 და 60 კაცის ადამიანის გაყვანას მთელი საქართველოს მასშტაბით და საკრებულოს ამას გადავაყოლეთ ჩვენი ამას უნდა გადავაყოლოთ ყველაფერი. მე მართლა ვერ ხვდები, ეს არის ვიწრო ეგოცენტრული პოზიციონირება, თუ რამემ დღეს ოპოზიციას იმიჯი შეულახა, იყვნენ ადამიანები, პოლიტიკოსები, არსებობენ ესეთები, ვინც ეგოცენტრულად პოზიციონირებდნენ კრიტიკულ მომენტებში, სამწუხაროდ ნამდვილად იყვნენ ესეთები, ალბათ იყვნენ პარტიებიც, რომლებიც იმავეს აკეთებდნენ და მე აი ეს ნიჰილიზმი კიდევ უფრო ღვივდებოდა და ღვივდებოდა. ამიტომ პროცესი გვაქვს გადასარჩენი რეალურად და პროცესის გადარჩენა გადის არ აღიარებაზე.
დღეს თუ რამეზე დარდობს და განიცდის ქართული ოცნება და ეშინია და გუშინ კობახიძის სრულიად აბსურდული წერილიც, ხო? მაგის აღიარება იყო განიცდიან ლეგიტიმაციის არ ქონა საერთაშორისო დონეზე. ეს რეალობა აქამდე მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკულები ხშირად იყვნენ მათ მიმართ, ეს რეალობა რაც დაუდგათ აქამდე არასოდეს არ ქონია ქართულ ოცნებას. იმიტომ განსხვავდება კიდევ წინა კრიზისებისგან. და ჩვენ ვამბობთ, რომ არჩევნებში ვინ შევა, რომ ესე იგი აღიარებს კალანდარიშვილის CSGO-ს, ეთანხმება იგივე წესით ჩატარებულ არჩევნებს, სადაც ყველაფერი, ანუ ფარულობა დაცული არ არის და ჟონავს აბსოლუტურად ყველაფერი, ყავალაშვილს აღიარებს პრეზიდენტად, იზიარებს პარლამენტის მიერ შეცვლილ თვითმმართველობის კოდექს, ყველაფერს რო თავი დავანებოთ და ანუ ამ ყველაფრის აღიარება ხდება და ნორმალიზება ხდება მოცემულობის. იმიტომ რომ მოდი კიდე არ არსებობს აბსურდი არის ბუნებაში ვერ მოხდება რომ თვითმმართველობის არჩევნების რომელიმე ქალაქი, მათ შორის თბილისი, რომელიც არის ყველაზე ოპოზიციურად განწყობილი, რატო არის ოპოზიციურად განწყობილი? იმიტომ რომ ფინანსურად დამოუკიდებელია, ოპოზიცია ყოველთვის იგებს იმ ქალაქებს, სადაც ფინანსური დამოუკიდებლობა და თვითმყოფადობა არსებობს და იმიტომ არის მაგალითად ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში 80 ყველაფერი კმაყოფილი ხო ვერ იქნება, ხე წარმოუდგენელია ცხოვრობდე წალკაში და მთავრობით კმაყოფილი იყო, ხო? ნული არის იქ პოლიტიკური, ანუ ინფრასტრუქტურის დონეზეც კი არ ხდება ყურადღების მიქცევა. და შესაბამისად, ამით აღიარება ხდება ქართული ოცნების და ეს იქნება ყველაზე მძიმე, იმიტომ ეს მისცემს საბაბს საგარეო ასპარეზზე ქართულ ოცნებას, არალეგიტიმურ ხელისუფლებას, რომ მოითხოვონ საპარლამენტო შედეგების აღიარება და აუნთონ მწვანე შუქი შეცვლილ საგარეო ვექტორს. აი ეს არის ყველაზე მძიმე. რაც აქამდე ვერ მიაღწიეს. ამდენი ხანი გავიდა და ვერ მიაღწიეს, რომ მათგან აღიარება ყოფილიყო. ხედავთ, რომ რა ვიცი, იმის აფრიკის ქვეყნების გარდა მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრი ვერავის ვერ ხვდება. აფრიკის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს და ლიდერებს ხვდება მაკა ბოჭორიშვილი, რაც ძალიან სასაცილო სურათი არის ყველას თვალში, მაგრამ ეგ რეალობა დაუდგათ. ვერავინ ვერ იფიქრებდა, რომ ევროკავშირის კანდიდატ წევრ ქვეყანას შეიძლება და რომ ეგ რეალობა ქონოდა რომ ვერ ხვდებოდეს ვერავის, იმიტომ რომ არ აღიარებენ რეალურად ეგ მოცემულობა გვაქვს და ჩვენ ამ პირობებში უცებ საკუთარ ტოტს ვჭრით, ვინც მამაზე გასვლას აპირებს და ანუ რომ ტოტზე რომელზეც ვხედავთ, იმ ტოტს ვიჭრით, ხო? ანუ ხო, იმიტომ რომ გახარიას პარტიას ყავდეს 50 დეპუტატი საქართველოს მასშტაბით საკრებულოებში. 4 წელია საკრებულოს წევრი ვარ თბილისის, ანუ დედაქალაქის, არ ვიყავით ოპოზიცია მცირე რაოდენობით წარმომადგენლები, 50 საკრებულოს წევრია და 21 ვიყავით ოპოზიციის წარმომადგენლები. ერთ ინიციატივას ვერ მეტყვით, მათ შორის აი ესეთი საჭირო ინიციატივა, რომ შშმპ-ებს თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ ან 20 თეთრით შეძლებოდა გადაადგილება 4 წელი ამ ინიციატივას დავაინიცირე და ვლობირებდი 4 წლის განმავლობაში ესეც კი ვერ გავიტანეთ. ადგილობრივ პოლიტიკაზე გავლენა აქვს 0. და ანუ არაფრის არასებობს მიზეზი. გუშინ უსმენდი აღნიშნული პარტიის წარმომადგენელს ეთერში და ამბობდა, რომ მეც ვიყავია პოლიტიკური პატიმარიო, მაგრამ ხო არ მომითხოვიაო რეალურად, რომ არჩევნებში მონაწილეობა პოლიტიკურ პარტიებს არ მიეღოთო. ძალიან დიდი განსხვავებაა 15 წლის წინანდელ მდგომარეობას და დღევანდელ მდგომარეობას შორის. არ შეიძლება, ეს არის манипуляცია და ეს არის ამომრჩევლის დაცინვა. და თუ გაბედავენ პოლიტიკური პარტიები ამ მოცემულობით, როდესაც საპარლამენტო არჩევნები არ ინიშნება, ათობით პოლიტიკური პატიმარი და ყოველდღე უფრო დამძიმებული სიტუაცია, ყოველდღიურად, ხო? ანუ სულ ვცდილობთ, რომ ის ფსკერი რა შეიძლება იყოს, ანუ ის წითელი ხაზი, რომელსაც ვეღარ გადაკვეთავს და ეგეთი წითელი ხაზი აღარ არსებობს ჩვენ ქვეყანაში. თუ გაბედავენ კიდევ ამ პირობებში თვითმმართველობის არჩევნებში შეცვლას, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მოსახლეობის პასუხი იქნება ძალიან ხისტი და ძალიან მძიმე და ამ პოლიტიკურ პარტიებს მოუწევთ პოლიტიკური ფასის პოლიტიკური ფასის გადახდა. მათ შორის ამ პატიმრების ძალიან კარგ მშობლებს და აზრიან ხალხს, რომელიც ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული და სხვა გზამათ არ აქვს, იმიტომ რომ საკუთარ შვილები ყავთ გამოსახსნელი, ძალიან ხისტი პოზიცია აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით და მე ძალიან მეეჭვება, რომ მათგან მისაღები იყოს იმათი პოზიცია ამ პარტიების პოზიცია, რომელიც ამ არჩევნებზე გასვლას ფიქრობს საერთოდ. ანა, იცი რაზე მინდა ვისაუბროთ, როდესაც ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რამდენ დემონიზებული არის ოპოზიცია და მათ შორის ნაციონალური მოძრაობის გავლით ხდება ეს, იმიტომ რომ თავარი ამ რუსულ-პრორუსული ტიპის პროპაგანდას ხო და ზოგადად პროპაგანდას ხო ეგ აქვს თავარი მახასიათებელი, რომ დასახოს რაღაც მტერი და ამ მტერთან ბრძოლის თავარი ინსტრუმენტად თვითონ მოგევლინოს, რომ ის არის გადამრჩენი ამ მტერთან და ეს მტერი ყოველთვის იყო ხოლმე ნაციონალური მოძრაობა ამ წლების განმავლობაში და საბოლოო ჯამში ისე მოხდა, რომ იმ თუნდაც იმ რაღაც მინუსების გამო თუ შეცდომების გამო რაც ამ პარტიას ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან
დიდარი პოლიტიკური წარსული ქონდა თავისი რეფორმებიდან გამომდინარე, ის შეცდომები რაც ქონდა, მე ამ შეცდომების არაღიარების გამო ხშირ შემთხვევაში ან რაიმეს გაბლარვის გამო, რომ თითქოს ამაზე უარს ამ უფრო შენ არ იყავი ამის პასუხებელი, გაყოფა მოხდა მაინც ხო ამ პარტიის და რაღაცნაირად გაიშალა ასე ვთქვათ და ეს შეიძლება, არ ვიცი, ბიზნეს ტრიუკიც იყო თქვა შეიძლება ვთქვათ, იმას კი არ ვამბობ, რომ ბიზნესა ჩაერთო ამ გაყოფაში. უბრალოდ მათ აწყობდა. ხო, ესე წაიყვანა პროცესი. მათ შორის ასევე შენი პოლიტიკური პარტია ახალი რომელიც დაფუძნდა, ასევე გამოეყო ნაციონალურ მოძრაობას, ხო, ნიკა მელიასთან ერთად. როგორ ფიქრობ რა იყო ამის მთავარი, ანუ ამაზეც მინდა რომ ვისაუბროთ, იმიტომ რომ ოღონდ იმ კუთხით რომ რამდენად მნიშვნელოვანი არის რაღაცნაირად გულწრფელი ჯანსაღი პოლიტიკური პარტიების ჩამოყალიბება, მათ შორის ამ რაღაც შეცდომების გააზრებით და ადამიანებთან ამისი აღიარების დონეზე, რა იყო მთავარი საფუძველი ამ პარტიის შექმნის და რამდენად მოახერხეთ ეს შენ, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი შედეგი დადო საბოლოო ჯამში ჩვენმა კოალიციამ. მიუხედავად იმისა, ამ გაყალბების პირობებში რაც მოხდა, ფაქტია, რომ ის რიცხვები მაინც დაიწერა, ხო? ანუ ამას ესე არავინ არ გვაჩუქებდა. მით უმეტეს, როდესაც ეს კოალიცია ფორმირებული იყო, რამდენიმე თვის ვიყავით. კი, ძალიან მცირე დროში მოხდა ეს ყველაფერი. რა იყო ამისი რაღაცნაირი მთავარი საფუძველი, როგორც რატომაც მოხერხდა ეს, რომ ჩვენ რაღაცა უფრო შევძელით რაღაცა ახალი ჯანსაღი რაღაც პოლიტიკური ჯგუფის ფორმირება. რეალურად იმის მიუხედავად, რომ ჩვენი კოალიცია ფორმირდა არჩევნებამდე ალბათ 3-4 წუთი ადრე. ძალიან ადრე რეალურად და ჩვენ ცნობადობის პრობლემაც კი სერიოზული ცნობადობის პრობლემა გვქონდა იგივე ნომერთან, იგივე სახელთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ამ გაყალბებული არჩევნების პირობებში, როგორც თქვი, ამის მიუხედავად მოვახერხეთ, რომ პირველი ოპოზიციური პარტია ყოფილიყავით საპარლამენტო არჩევნების შედეგებით. სწორად აღნიშნე, გულწრფელობა და პოლიტიკური მონანიება, ოღონდ საჯარო და ხმამაღალი, ეს არის პოლიტიკური რეინკარნაციის, ხო, და ხელახალი დაბადების ძალიან მნიშვნელოვანი. ეს უქნია ეს ქვეყნის ფარგლებს გარეთაც მათ შორის. და ძალიან დასაფასებელი არის. მე ასე ვხედავ, იმიტომ რომ არ არსებობს იყო ალბათ ხელისუფლების სათავეში და შეცდომა არ დაუშვა. საქმე სადაც კეთდება ყოველთვის ვამბობ, რომ იქ შეცდომა სადაც საქმე არ კეთდება, იქ არ არის მხოლოდ შეცდომა. ნამდვილად იქ შეცდომაც აუცილებლად ხდება. უბრალოდ რამდენად ხდება ამ შეცდომის გადააზრება და მე ამის დაკომპენსირება იგივე შენ პოლიტიკურ პოზიციონირებაში, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ამას ხედავს და აფასებს ხალხი და მე ვთვლი, რომ თუ რამე ამის გავს გადაცდომას ქონდა ადგილი იმ პოლიტიკური ლიდერების მხრიდან, ან მათთან რამე ასოცირდებოდა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ უფრო ასოციაციების დონეზე არის დაკავშირებული, ხო, დაზიანებული იმიჯი, ვიდრე კონკრეტულ რაღაცა მითები არსებობს, ხო, მითები არსებობს, რომ და ამ მითებით ასრულებენ მოსახლეობას რეალურად. მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის. შესაბამისად, ერთი ეს რეალურ ნაბიჯებში ასახული პოლიტიკური ნება. იმიტომ ჩვენი განაცხადი რა იყო, ჩვენ გვინდოდა ახლები, ჩვენ გვინდოდა ახალ თაობაზე დაფუძნებული პოლიტიკური მართლობა. საპარლამენტო სია რო ავიღოთ ჩვენ. მათ შორის მაგას ბევრი აღნიშნავს სხვა პარტიის წევრების განათმების მიერ, რომ ძალიან კარგი და განახლებული და ჯანსაღი სია იყო. ოღონდ ეს არ იყო ფორმალური სია მოსახლეობას მინდა ვუთხრა, იმიტომ რომ ამ თემას საერთოდ არც წამოუჭრიდი, შინაგანად ამის სირწმენად განცდა რომ მქონდეთ და ეს ასე არ ყოფილიყო. გულწრფელობა მგონია რომ კარგად იკითხება ხოლმე ყოველთვის. ეს იყო პოლიტიკური ლიდერების, ჩვენი პარტიის პოლიტიკური და კოალიციის პოლიტიკური ლიდერების, ხო, მაგალითად ზურა ყოველთვის ასე პოზიციონირებს, ნიკა ერთი, მეორე ჩვენი, რომ უნდათ პლატფორმა ახლებისთვის, აი იგივე გვარამიას გადაწყვეტილება, რომ საპარლამენტო სიაში არ ყოფილიყო. რეალურად და ეს თავისი ადგილი დაეთმო ახალი ადამიანებისთვის. ხო, ეს ძალიან გულწრფელი იყო მისი მხრიდან და მე მახსოვს პირველად, როდესაც ჩვენი გაერთიანება მოხდა და ნიკა გვარამიამ ერთ-ერთ შეხვედრაზე გითხრა, რომ ისე იყოს, როგორც თქვენ თვლით სწორად და არა ისე, როგორც მე და ჩვენი პოზიცია ამაზე იყოს დაფუძნებული თქვენ როგორც სწორად, იმიტომ რომ თქვენ ხართ ახლა ის, ვისაც საკითხი უკეთესად გესმით და ვისაც უკეთესი მგრძნობელობა გაქვთ ამის, ეს ჩემთვის იყო მაშინ პირველი ემოცია იყო ჩემთვის მახსოვს და
ძალიან უცხო იყო და ძალიან არ იყავი ამას მიჩეული ესეთი ტიპის გადაწყვეტილება. არ ვიყავი ამას მიჩეული, ხო, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ დღეს პოლიტიკური პარტიები საქართველოში არის ლიდერზე ორიენტირებული, ლიდერის გადაწყვეტილებაზე ორიენტირებული და აგებული პროცესი არის პარტიის შიგნით და ჩვენთან აბსოლუტურად განსხვავებულად ხდებოდა და დღემდე ესე ხდება რეალურად და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ თუ არ შევცვალეთ მათ შორის პოლიტიკური პოზიციონირება, სადაც მარტო ლიდერი იღებს გადაწყვეტილებას და დანარჩენი მიყვებიან, პოლიტიკა არ შეიცვლება ქვეყანაში და მდგომარეობა არ შეიცვლება. და შესაბამისად მიდგომა თუ შეიცვალა პარტიის შიგნით, აუცილებლად ის პარტია თავის მმართველობა რა არის პოლიტიკური, ხო? პარტიული მმართველობის სტილის გადატანა ქვეყნის მასშტაბზე, ხო, რეალურად და ამიტომ მგონია რომ ჩვენ პარტიაში, რეალურად ჩვენ კოალიციაში ეს იგრძნობოდა დიდი დოზით ამ შემთხვევაში და შესაბამისად ეს არის ძალიან მისასალმებელი, რომ ის რაც აღარ გვინდა ქვეყანაში, რომ რას უყუროთ ამდენი წელი, რომ ერთი კაცის სურვილებზე მიბმული პოლიტიკური პროცესიაში და შესაბამისად შევძელით ალბათ რომ რაღაც დონეზე ეს შემოგვეტრიალებინა და გულწრფელობა, იმიტომ რომ სადაც ჩვენ ლიდერებს ჰქონდათ იგივე განცხადების დონეზე, პოლიტიკური პოზიციონირების დონეზე, ქმედების დონეზე არ არის საუბარი. წლების წინ თუ სხვანაირად ფიქრობდნენ და ახლა განსხვავებულად ფიქრობდნენ. ამის გულწრფელი აღიარება მოუხდენია და უთქვეთ რომ ხო, მაშინ ალბათ ჩემი ის კონკრეტული პოზიციონირება არ იყო მაინდა-მაინც სწორი და დღეს განსხვავებულად ვფიქრობ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ვაღიაროთ და მეერე შევძლოთ სწორი პოზიციონირება და ეს ყოველთვის მისასალმებელი და ვფიქრობ, რომ დასაფასებელი უნდა იყოს მათ შორის მოსახლეობის მხრიდან, იმიტომ რომ ჩვენ ყავს ახლა ზოგიერთი პარტიის პოლიტიკური ლიდერი, რომელიც მიდის კომისიაზე, რომლისგანაც მოსახლეობა ელოდება აღიარებით ჩვენებას იმ პროცესთან დაკავშირებით, რომელსაც გავრილოვის ღამე დავარქვეთ. ყველა მიცის, რომ ივანიშვილის პასუხისმგებლობა იყო და მაინც არაფერი არ ამბობს. კიდე ამბობს რაღაცა უხილავი ხელი. აი, მაშინ დავიჯერებ მე კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების აღიარებას, როდესაც სახელებით გვარებით შეძლებენ გულწრფელ საუბარს მოსახლეობასთან. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. სადაც სიცხადე მოეფინება ყველაფერს. ეს იქნება დამაჯერებელი უკვე. მან მაგ საკითხს მეც მინდა შევეხო ორი სიტყვით, რომ მან იქიდან გამომდინარე ყველა პოლიტიკურმა პარტიამ განაცხადა, რომ აქ ამ კომისიაზე მისვლა იქნებოდა რაღაცნაირად მათი ლეგიტიმაციის აღიარება, მაგრამ თუ ყოფილი ქართული ოცნების მაღალჩინოსანი მიდის ასეთი ამ ტიპის კომისიაზე, მაინც პირველ რიგში ერთადერთი გასამართლებელი არგუმენტი იქნებოდა ის, რომ მართლა მოეყოლა ის, რაც იყო, ხო? თან ყველა ელოდებოდა ამას და ამ დროს ჩვენ მივიღეთ რეალობა, რომელშიც თვითონაც კი არ გამოიყურებოდა კარგად ჩემი აზრით, ბევრი მათი მხარდამჭერი ამბობს, რომ ძალიან ნახე რაღაც სოდარსუბას როგორ შეუტია და რაღაც, მაგრამ ჩემი აზრით საკმაოდ არასასიამოვნოდ გამოიყურებოდა იმ ფონზე, რაც ისაუბრა. ხო, ამიტომ ნამდვილად არ იყო ეს კარგი სურათი ოპოზიციური ლიდერის მხრიდან. მაგ კომისიასაც რო შევეხოთ ორი სიტყვით, რეალობა გვაქვს, რომელშიც თეა წულუკიანი აწყობს რაღაცნაირ მართლა ღალატის კომისია არის რა, ფაქტობრივად რაღაც რუსეთის საქართველოს ომის ქრონოლოგიას რო გადავხედოთ და ამ ისტორიას, ფაქტობრივად აიძულებს იქ დამსწრე ადამიანებს, რომელიც ამ პროცესში იყვნენ თანხმობა, აიძულებს აღიარონ, რომ ჩვენ დავიწყეთ ომი, ხო? ამაზე მეტი ღალატი და ამაზე მეტი რაღაცნაირად შერცხვენა იმ ყველაფრის და მათ შორის იმ გენერლების და იმ სამხედრო პირების, რომელიც ამ პროცესში იღებდა მონაწილეობას, მე ვერ წარმომიდგენია. როგორ ფიქრობ, რატომ ვერ გამოიწვია ამან რაღაცნაირი მასშტაბური ბრაზი ადამიანებში თუ გამოიწვია, მაგრამ თითქოს რაღაცნაირად ადამიანები შეეგუნენ და ფარხმალი დაყარეს, აი რაღაცა ამათთან გაპროტესტებას აზრი აღარ აქვს უას შემდეგ. იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ იმდენად სამარცხვინო იყო და იმდენად თავს დამსხმელი ის, რასაც ამბობდა წულუკიანი, როგორ აქცენტებსაც აკეთებდა და რამდენადაც ჩვენ გვადანაშაულებდა, მაშინ როცა ჰააგას სასამართლოს ის ხო რა ქვია განაჩენი ამ პირობებში რაღაცნაირად თითქოს მოეშვნენ ადამიანები, როგორ ფიქრობ, ეს რაღაც მართლა ამ შიშების ბრალი ხო არის, რაც ამ ომთან დაკავშირებით არსებობს დღეს? სუვერენიტეტი უყვართ ძალიან. ხო, სუვერენიტეტი. ამაზე დააფუძნეს ახალი მორიგი პროპაგანდა რეალურად, რომ თითქოს ასწორის ერთმანეთზე ჩვენ სუვერენიტეტი გვიდევს და მეორე მხარეს ვიზა ლიბერალიზაცია და უკეთესი ეკონომიკური და სოციალური ცხოვრება და ასე შემდეგ. ახალი პროპაგანდა ამუშავეს და აი ქართული ოცნების სუვერენიტეტი როგორ გამოიყურება, ხო? ეს არის გორში წინასაარჩევნოდ ბიძინა ივანიშვილის მიერ ქართველების სახელით მოხდილი ბოდიში რუსეთის მიმართ, ეს არის ჩვენი სუვერენიტეტი და ეს არის თეა წულუკიანის, რომელიც არის რუსი, უბრალოდ მას ქართულთან არაფერი საერთო არ აქვს და რუსეთი ცდილობს ამ კონკრეტული პირის ხელით ქართველების დადანაშაულებას ომის წამოწყებაში და ჩვენ კი დღეს ქვეყნის მთავარ ინსტიტუციაში
ქართველების ხელით ატარებს ამ სპეცოპერაციას, რომ სწორედ თქვი, რომ ჩაბჟირებულია, ვინც უყურებს, ხო, ვინც მიდის, რომ აიძულებს თქმას, რომ თითქოს საქართველოს დაიწყო ომი და ეს და რა კონტექსტში ხდება? ეს არის ყველაზე კონტექსტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს ამდენი წლის განმავლობაში, რუსეთი დემონიზირებულია მისი პოზიციის გამო, ხო? და ამ დროს ჩვენ გვინდა რომ რუსეთი გამოვიყვანოთ უდანაშაულო ქვეყანად აი ამ კონტექსტის ფონზე და მთელი ტვირთი ეს ტვირთი ხო ანუ რეალურად საქართველოს დაბრალდეს ეს ყველაფერი ეს არის უმძიმესი და მიდიხარ ამ კომისიაზე რეალურად და შეთანხმებას არ ღვევ ერთიან ოპოზიციურ შეთანხმებას არ ღვევ რომ არ მიხვალ და ამ ფორმით აღიარებას არ მოახდენ კომისიისას უმძიმესი კომისია რეალურად ამას არაფერი არ აქვს საერთოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან სულ პირიქით აზიანებს ყველანაირ პროცესს აბსოლუტურად ყველანაირ პროცესს აკრიმინალები გამოიყვანეს არ ვიცი მსხვერპლებად აღარ მინდა კონკრეტული პირების დასახელება რაც ვნახეთ ადამიანები რომლებიც წლების განმავლობაში აშანტაჟებდნენ კრიმინალური ან ბოგინობდნენ ხო კრიმინალის ბოგინი იყო და რა ფორმებით მოხდა და როგორ მოხდა იქ ცალკე საკითხის მაგრობა აი კონტექსტი რომ კრიმინალები ამ შემთხვევაში მსხვერპლებად ტერი გამოიყვანეს მოყარეთ და ჩვენ მსხვერპლი გამოგვიყვანეს დამნაშავეთ რა ამას ცდილობს რეალურად და ეს იქნება ამ კომისიის დასასრული რეალურად რომ აი ჩვენი სუვერენიტეტს დაიცავს თია წულკიანის კომისია ისე რომ ომში დამნაშავე მხარედ გამოიყვანს საქართველოს ესეთი რაღაცა ისტორიას ალბათ არ ვიცი არ თვითონ აწერენ ხელს რავი პირდაპირ ეს არის პირდაპირ ღალატზე ხელის მოწერა არ ვიცი რა საკეთებენ ამაზე მეტი რა შეიძლება ქნან არ ვიცი ან თვითონ გვიქმნენ არქივს იმისი რამდენად მოღალატეები არიან და რამდენად არ ვიცი ყველაფერზე წამსვლელი ხალხია ესეთი ქვეყანა ასამართლებდეს საკუთარი ხალხი საკუთარ ქვეყანას ასამართლებდეს და ადანაშაულებდეს იმაში რაც არ ყოფილა და ეს სიმძიმე თავის მხარეს გადმოქონდეს ესეთი რაღაცა ალბათ ისტორიაში არ არსებობს არ ვიცი სად უნდა ვეძებოთ რომ რაღაცა მსგავსი პრეცედენტი ვიპოვოთ ამაზე მეტი მოღალატეობა ხო არ გვაჩვენებს ეგ იმას რომ რეალურად წულკენის ადგილას რუსეთი საუბრობს ანუ ის კი არა რომ რაღაც საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი პირი რომელმაც თვითონ როგორც ისაუბრებდა ალბათ ზუსტად პრაქტიკულად უყურებ ამას და ხვდები რომ ჩვენებად რუსეთი საუბრობს მისი სახელით ანუ არავითარ კავშირში საქართველოს მხარე მასთან არ არის ჩვენებად რუსეთის გუბერნიის წარმომადგენელი გესაუბრება წულკიანის და სუბარის სახით ხო და არ ვიცი რატო მოდუნდა მგრძნობელობა ამ საკითხებზე მაგრამ ეს არის ჩვენ სუვერენიტეტზე გადის ნამდვილად ყველაფერი. ძალსახად ყველაფერი აქ გადის. ოღონდ აქეთ სხვა მხრიდან, ჩვენი მხრიდან შევხედოთ. ნამდვილად ამაზე გადის. არ ვიცი მგრძნობელობა რატო აქვს მოდუნებული ამაზე საზოგადოებას, იმიტომ რომ გაბრაზება გამოიწვია ნამდვილად ამ დღეების განმავლობაში. ყველა ამ კომისიაზე საუბრობდა და ყველა იყო უაღრესად ღირსება აყრილი, იმიტომ ღირსებას ყრიან. თან ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეროვნული ღირსება აუყარონ, ინდივიდუალური კი არა მხოლოდ, ეროვნული ღირსება აუყარონ, კოლექტიური ღირსება ანწუხელიძის თემით დაწყებული. ანწუხელიძის რომელმაც თურმე პიარისთვის იპოზიცია, პიარ შეწირული გმირი იყო. უაზროდ შეეწირა. ხო, უაზროდ და ეროვნულ ღირსებას ყრიან და ამაზე ბრაზი არსებობს ცალსახად, მაგრამ ეს ბრაზი დიდი იმედი მაქვს, რომ სადღაც აკუმულირდება ამ პერიოდის განმავლობაში და აუცილებლად თავის გზას იპოვის. იმიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ნორმალიზება და შეგუება და მოცემულობა, რომ შეიძლება ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი იყოს, რომ ქართველი თავის სამშობლოს აზამართლებდეს რუსეთთან მიმართებაში და ამაზე რეაქცია არ ქონდეს, უბრალოდ ამას იმდენად ინტენსიურად და მასშტაბურად აკეთებენ ყველა მხრიდან, ხო, კომისიით დაწყებული, განცხადებებით დასრულებული, შეცვლილი საგარეო კურსიდან, ყველა მხრიდან, ანუ ისეთი მასშტაბური არის ეს პოლიტიკა რეალურად და ყველა სივრცეში შემოიტანეს, რომ ამით ნორმალიზება უნდა. აი, როგორც ის გახადეს ნორმალურ მოცემულობა რომ აყრილ გზაზე შეიძლება იარო. თვითონ თემდე ხელფასი არ ყოფნიდეს. მხოლოდ საჭმელით არსებობდა, კი არ ცხოვრობდე და არსებობდა და ჩვენ ამოცემულობა შევეგუეთ, ხო, ნუ რას ვიზავთ აბა ეხლა ხო? თავარია მშვიდობა. ისევე უნდათ მაგის ნორმალიზება, რომ ხო, რუსეთთან მიმართებაში ვიყოთ იმ პოზიციაში, საიდანაც მიგვაქანებენ. კი, მათ შორის ადამიანებს ავიწყდებათ ხშირად ის, რომ როდესაც საუბრობენ ხოლმე რაღაც მეორე ფრონტის გახსნაზე და შემდეგ რაც ერთ-ერთი თავარი ინსტრუმენტი იყო, რით საშინებდნენ ადამიანებს, სინამდვილეში არ გაქვს მოცემულობა, რომელშიც დასავლეთი ვინმესგან ითხოვს უკრაინის მხარდამჭერ ომის შეერთოს, მაგრამ პირიქით რუსეთის მხრიდან რუსეთის მეგობარი ქვეყნები ვინც არიან, ისინი ჩართულები არიან ამ ომში, ხო?
და რეალურად ჩვენ რო ახლა გაფორმებულად ვიყოთ რუსეთის მართლა პარტნიორი ქვეყანა ამ წამს პირველი წაიყვანდნენ ქართველ ახალგაზრდებს სამომში რუსეთის მხარეს საბრძოლოდ და ეს არის პირველ რიგში ადამიანებისგან გასააზრებელი რომ თუ ვინმესგან საფრთხე გემუქრება ომის გემუქრება მათგან პირველ რიგში იმიტომ რომ აგერ ჩრდილოეთ კორეა ყავს პარტნიორი იქით ბელარუსი ყავს პარტნიორი ეს მისი მეგობარი ქვეყნები ვინც არიან ყველანი ჩართულები არიან ამ ომში და კობახიძის გუშინდელ ღია წერილსაც მინდა შევეხო რომელიც ქართულად დაწერა და არც კი უთარ რეალურად მათი ამომრჩევლისთვის დაწერილი განცხადება იყო რომ ნახეთ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამათთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის იმიტომ რომ არსად X-ზეც კი არ დაუწერია თუნდაც ინგლისურად რომ მართლა ჯერ ერთი რა შეაინტერესებს ტრამპს ამის მონაბოდი მაგრამ მეორე მხრივ ხო ანუ რეალურად ეს იყო საკუთარი ამომრჩევლისთვის გათვლილი განცხადება ხო ანუ რას მიუთითებს შენი აზრით ეს განცხადება რა იკითხებოდა ამ განცხადებიდან რომ რაღაცა ჩვენ ამდენი ხანია აგეთანამშრომლებით და ესეთი პარტნიორები ვართ და ასე შემდეგ და პასუხიც ვერ მივიღეთ და ასე შემდეგ ანუ რაღაც ასწორკვეთილი განცხადება იყო ერთის მხრივ შეგვიძლია ესეც ვთქვათ რამოდენიმე დგენელი შეიძლება თუ ინდიკატორი გამოიტანა კიდევ ერთხელ ზედაპირზე ამ წერილმა ერთ სერიოზულ კრიზისში არიან და აღიარების სერიოზული პრობლემა აქვთ მათ ბევრი თარიღი დაკიდეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადაწყვეტის 20-იანური ტრამპის ინაუგურაციით დაწყებული და მერე იყო ბევრი ხო ბევრი თარიღი ჩამოკიდეს და არც ერთმა თარიღმა ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის გადაწყვეტის განახლების ხო უბრალოდ შემდგარი იყო შეხვედრა ფიზიკური კონტაქტი ვერ იპოვეს ვისაც გავიდოდნენ ცალსახად ვერ ნახეს ასეთი და ნუ მათი ეს პროპაგანდა ჩავარდა რეალურად ახლა სჭირდებოდა ახალი პოზიციონირება ერთი ეგ აქვთ რომ ამ პროპაგანდამ ვერ იმუშავა კრიზისი აქვთ აღიარების ნაწილში თანამშრომლობის ნაწილში იქით სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება გვახსოვს რომ თუ უნდა ქართულ ოცნებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის ნორმალიზება მაშინ აუცილებლად მან ეს კრიზისიდან გამოსავალი უნდა იპოვოს იმიტომ რომ დღეს პოლიტიკურ პროცესებში სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა განცხადება არ ჩანს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის პოლიტიკური დაკვეთა და ნება და ამას მიხედეთ თუ ჩვენთან ურთიერთობის ნორმალიზება გინდათ იქვე ჰელსინკის კომისიამ განცხადება გააკეთა რომ ჩინეთს ვინ სტრატეგიულ პარტნიორად აცხადებს ის ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი ვერ იქნება აქვე დაგვაწიეს მეგობარი აქტი მიღებული და იქ გვითხრეს რომ ამ კრიზისს თუ არ განმუხტავ ჩინეთის რუსეთის გავლენები მათ შორის ირანის გავლენები კრიზისს თუ არ განმუხტავთ ერთის მხრივ დაგასანქცირებთ და მეორეს მხრივ ამ სიკეთეებს უკარგავთ თქვენ მოსახლეობას ხო ანუ რეალურად ბევრი განცხადება და გადაწყვეტილება დაგვეწია და ეს იყო მიმართვა არა ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ არამედ საკუთარ ამომრჩევლთან მე ზუსტად ეს წავიკითხე მაგრამ ამას მგონია რომ აქვს უფრო შორეული გათვლა ვიდრე უბრალოდ გუშინდელი Facebook პოსტია და ერთი განცხადება აქ იქნება პოზიციონირება დაახლოებით ალბათ შემდეგი რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ჩვენ ყველაფერი ვცადეთ წერილიც ასე იწყება ჩვენ გამოვედით კონტაქტზე ხო რაღაცა პერიოდის წინ მაგრამ არ მიგვიღია იქიდან არანაირი უკავშირი ახლა კიდევ ერთხელ მოგმართავთ და მე გამოვლენ და იტყვენ რომ აი აქ არაფერი არ გამოდის ჩვენი მცდელობის მიუხედავად მაგრამ ეს მცდელობა მიმოწერა კი არ არის წერილობითი პოლიტიკური ნაბიჯები ნება არის ხო გადათარგმნილი მე ქმედებებში რაც არაკეთებენ უბრალოდ და არაკეთებენ კი არა იმის საპირისპიროს აკეთებენ ადამიანი თუ გეთანამშრომლობა გეუბნება ამა და ამ პირობებს შენ თუ ამ პირობებს არ აკმაყოფილებ რა თქმა უნდა არავინ იქიდან პასუხს არ გაგცემ შესაბამისად და იტყვიან რომ მოდით აქ არაფერი არ გამოდის და მოდი ახლა ეს ვცადოთ და ეს ვცადოთ რა იქნება რისკენაც აი ესე მიდიან ნელ-ნელა ეს რუსეთი ხო და არ ვიცი ძალიან მძიმეა თქმაც კი რა შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს მე მგონია რომ ამისთვის საფუძველს იმზადებენ უბრალოდ მოიმზადეს ამ ღია წერილით რა იმიტომ ეს წერილი იმდენ აბსურდულ გარემოებას მოიცავდა მათ შორის სულ ცოტა სოროსის ფონდის და 2008-2011 წლებში მიღებული დაფინანსებით და deep state-ზე განცხადებებით კობახიძე იყო ერთ-ერთი ის საქართველოს მოქალაქე რომელიც მათ შორის სარგებლობდა სოროსის ფონდის დღეს რომ ტრათ აცხადებს მიღებული დაფინანსებით და მისი ეგიდით დადიოდა ქვეყნიდან ქვეყანაში. ალბათ დაავიწყდა ეს კობახიძეს და 2008-2011 წლებში როევნება ამერიკის შეერთებულ შტატებს დავივიწყოთ ეგ ნაწილიო და ახალი ფურცელი გადავშალოთ. ბაიდენს აბრალებს რაღაცებს. ბაიდენის გაფუჭებული საქმეები შენ უნდა გავოგესწორებინა. ხო, არ ვიცი, ეს იყო სრული ისტერია, მაგრამ ამ ისტერიას მგონია რომ აქვს უფრო დიდი გათვლა საგარეო, ვიდრე უბრალოდ ერთი Facebook პოსტია და ძალიან ძიმე რეალურად საიდკენაც მიყავთ რეალურად ყველაფერი. კი, ნამდვილად ისეა. პროტესტის ნაწილზე მინდა კითხოს ბოლოსკენ რო წავიდეთ მათ შორის
ამ რაღაც deep state-იც ვახსენეთ ახლა მის განცხადებაში და ამ კონსპირაციულ თეორიებზე და შეთქმულების თეორიებზე აგებული აქვს მთელი კამპანია, რომ ადამიანებს არწმუნებენ, რომ არსებობს რაღაცა უხილავი ძალა deep state-ის სახით, რომელიც აკონტროლებს ყველაფერს, აკონტროლებს მათ შორის ამერიკის ხელისუფლებას, ევროკავშირის ხელისუფლებებს და ასე შემდეგ და ის არის ჩვენი მთავარი მტერი. და ამ პროცესში ის გვებრძვის ყველაზე მეტად და deep state-ის ხელით მათ შორის აღმოჩნდა რომ დღეს ტრამპიც deep state-ის ხელით იმართება, ხო? ამ პირობებში როგორ ფიქრობ, როგორ აჯერებენ ადამიანებს ასეთი აბსურდებით? იდეაში თუ დავფიქრდებით, ადამიანებს უყვართ შეთქმულების თეორიები, იმიტომ რომ რაც უფრო ღრმად წახვალ ასეთ აბსურდებში, უფრო და უფრო მეტს იჯერებ, ხო? ან ბევრი მათ შორის რაღაც რელიგიურ თეორიებამდე მიდიხარ ბოლოს, იმდენს იჯერებ ხოლმე. ამაზე დგას შენი აზრით, რომ ასეთ ცხაპრებს აჯერებენ თუ უბრალოდ სინამდვილეში საკუთარი პირადი გამორჩენის გამო არიან ასეთ აზრებს აყოლილები ის ადამიანები, რომლებიც დღეს რაღაც ქართული ოცნების მთავარ იმას წარმოადგენენ. როგორ თქვა, ბაზას ასე თქვა. სინთეზი არის შეიძლება ვთქვათ რეალურად და არც ერთი არის და არც მეორე. პროპაგანდა რუსული ჰიბრიდული ომის იდეა ხო გარწვენების გამორიცხვას ეწევა აბსოლუტურად არარეალური ემოცემულობებით, რაც უბრალოდ ბუნებაში არ არსებობს, შექმნიან რაღაცა მითს და მერე იწყებენ იმის დაჯერებას და პენეტრაციას რა და ბევრი იჯერებს ამას ჩვენ არაერთი ეგეთი მითი გვინახავს. ორი ამბავი არის რა აღნიშნე რამოდენიმე ხნის წინ რომ წერს ქმნიანო და მერე იმ წერს ებრძვიანო. თვითონ არიან მასთან ბრძოლის თავარი ინსტრუმენტი. საშინაო მასშტაბით ეგეთი მტერი შექმნილი ყავდათ და დაამატეს, გააფართოვეს ოპოზიციურ პარტიებს, სამოქალაქო სექტორი და მედია მიუმატეს და ეხლა საგარეო ვექტორიც რო შესაძლებელი ქონდათ უკვე, საგარეო ასპარეზზეც ეგეთი მტერი უნდა გაეჩინათ. ქვეყანას ვერცერთს ვერ ასახელებენ ცალსახად, იმიტომ რომ ყველა ვინმე დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ თუ დაგვეხმარა და ჩვენ მხარში გვედგა და ზურგს გვიმაგრებდა იგივე სუვერენიტეტის შენარჩუნების ნაწილში, განათლების, თავდაცვის, კულტურის, არ ვიცი, რა დავასახელო, აღარც ვიცი, იყვნენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, იგივე ევროკავშირის წევრი ქვეყნები და იგივე ამერიკის შეერთებული შტატები. ამიტომ ესე პირდაპირ ხელს ვერავის ვერ ადებენ. შექმნეს ესეთი რაღაცა კოლექტიური, ბუნდოვანი მტერი, უხილავი და დაიწყეს იმასთან ბრძოლა და გვეუბნებიან, რომ აი ახლა ის არის ჩვენი ამოცანა და სამიზნე და მტერი და ჩვენ თავს არ დავაჩაგრენებ და ხალხის ნაწილი იჯერებს. რატო იჯერებს? იმიტომ რომ ამ წლების განმავლობაში აი განათლების სისტემას რო გადავხედოთ მათ შორის, განათლების სისტემის დაფინანსება ყველაზე არაპრიორიტეტული იყო და ყველაზე ნაკლებად თუ სადმე საბიუჯეტო სახსრები მიიმართებოდა იყო განათლების სისტემა. სულ ვიძახი რომ 20 წლის განმავლობაში ყველაფერი რო გაძვირდა ამ ქვეყანაში და ყველაფრის დაფინანსება გაიზარდა. პურში რო 50 ცეტრს ვიხდით და დღეს 2 ლარამდე ვიხდით. ნუ თუ განათლების სისტემაზე მისამართი გადასახადი აღარ უნდა გასულიყო ის ფასი 20 წლის განმავლობაში ყველაფერი რო გაათმაგდა და გაოცმაგდა. შესაბამისად ეს ალბათ მიზანმიმართული ტვინების გამორიცხვა საფუძვლად უდევს, ნუ ის განათლების ძალიან დაბალი დონე. ჩამოურჩებით ახლა წაკითხulis გააზრებაში გვაქვს სერიოზული პრობლემა. შესაბამისად ამოცემულობაში პენეტრირდება ეგ მესიჯი. ერთი ეგ ამბავია და მეორე სწორად აღნიშნე. ეს არის ადამიანები, რომლებსაც შეიძლება ეგრევე გამართლება, გაправება უნდათ ქართული ოცნების მომხრეობის და იგივე აი ქართული ოცნების ამომრჩეველი, რომელსაც მერკანტილური ფინანსური ინტერესი ჰქონდა, რომ ქართული ოცნება დარჩენილიყო ხელისუფლებაში. რატო? იმიტომ რომ მისი პოტენციალი რაღაცის შექმნის და მარდი ქმედების კოეფიციენტი არის მინიმალური. იმას აწყობს აი 800 და 1000 ლარიან სამსახურში ყოფნა და ამ სტატუს ქვეშ შენარჩუნება ძალიან აწყობს, იმიტომ რომ რაღაცა შეიცვლება, არ იცის რა იქნება. ამიტომ ის არგუმენტს ეძებდა, რითი გაემართლებინა ქართული ოცნების ხელისუფლებაში დარჩენა და წინასაარჩევნოდ გვეუბნებოდნენ, აბა ომი გვინდა? ხო და ეგ იყო მაგათი არგუმენტი რეალურად, აბა ომი გვინდა? და შესაბამისად ეგეც ახლა კიდე საკვები მისცეს რა დამატებითი, აბა ომის გინდას გარდა კიდე რომ deep state-ია, რომელიც გართმევს ქართველობას, სუვერენიტეტს, შენს ქეს და ასე შემდეგ, ყველაფერს გართმევს აბსოლუტურად. ამ deep state-თან გვაბრძოლებენ თუ ესე, ანუ მან კითხვა მიჩნდება ხოლმე, რომ deep state თუ ესეთი ძლევამოსილია. ჩვენ გვიჭირავს ის დროშა, რომელიც მთავარ თუ ესეთი ძლევამოსილია ეს deep state, რომელიც ამერიკის პრეზიდენტი ტრამპიც კი, რომელიც მათიანი იყო ღირებულებით ჩვენიანია ტრამპსაც კი მეორე ამ deep state-თან გვაბრძოლებენ, ანუ ობახიძეს უჭირო ის გამარჯვება დროშა, რომელიც დაამარცხებს ძიმე სურათია. Deep State-ს კი. ბოლოსკენ წავიდეთ როგორც ქალი პოლიტიკოსების საქმიანობას მინდა შევეხო, იმიტომ რომ ჩვენ რაღაც თქვა ინტერპარტიულ ფორმატში ვართ, სადაც თითქმის ყველა პარტია არის თქვა გაერთიანებული, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის თავოსნობით
და რაღაც პატარ-პატარა საქმეები გვაქვს ამ კუთხით გაკეთებული, ხო? იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ ქალი პოლიტიკოსები უფრო ახერხებთ ხოლმე თანამშრომლობას რაღაცა გადაწყვეტილების მიმღები ლიდერების გარეშე, ოღონდ რაც სამწუხაროდ რაც დიდ გადაწყვეტილებას არ ეხება. ეხლა გუშინდელ ამბავს მინდა შევეხო, მაგაზე მოგვიყევი და მე ისიც ვახსენოთ, რამდენი მნიშვნელოვანია პატიმრების მშობლებთან კომუნიკაცია და მათი მხარდაჭერა. გუშინ რამდენადაც ვიცი, გაზეთი გამოეცით და ამ დანის ციხესთან ქონდათ ერთგვარი პრეზენტაცია და ამ ამბავზე მოგვიყევი. და მათ შორის იმაზე რატომ არის მნიშვნელოვანი ამ ხალხის გვერდით დგომა პირველ რიგში. აუცილებლად, ჯერ ქალების ნაწილზე ვიტყვი. მართალია თქვენ კოტების მომხრე არ იყავით, როგორც პარტია. და ალბათ მეც რაღაც მომენტში მქონდა წინააღმდეგობა ამ კოტების, მაგრამ კოტა არის ინსტრუმენტი, კოტას არ მინდა შევეხო უბრალოდ ეს აძლევს ეს არის ინსტრუმენტი დროებითი ბუნებრივი, რომელიც გვაჩვენებს ქალს რა სარგებელი შეიძლება ქონდეს რეალურად პოლიტიკურ პროცესში და ერთ-ერთი სარგებელი ეს არის თანამშრომლობის მაღალი ხარისხი, რაც მოაქვს ქალის ჩართულობას პოლიტიკაში და დიპლომატიური ურთიერთობის და უკონფლიქტო ურთიერთობის წარმართვის შესაძლებლობა. ეს მოაქვს და შინაარსი მოაქვს პოლიტიკაში. მე ყველაზე მეტად იმიტომ მიყვარს ქალების ჩართულობა ხოლმე და მათთან საერთო ენის პოვნა და აი ამ საერთო ენის პოვნის და თანამშრომლობის შედეგი არის გუშინდელი გაზეთის პრეზენტაცია სხვადასხვა პარტიის კოალიციის წარმომადგენლებმა, მათ შორის ჩვენმა კოალიციამ სხვა პარტიებთან ერთად გამოსცა გაზეთი პოლიტპატიმრების ხმა. 18 პოლიტპატიმრის წერილი შევაგროვეთ, ჩვენ მივწერეთ აბსოლუტურად ყველა პოლიტპატიმარს წერილებს ველოდებით და ამ გაზეთში ყველა ავტორი არის პოლიტპატიმარი, რეალურად რომლებიც არიან ჩვენი სინდისის, ჩვენი თავისუფლების, სადარაჯოს და ყველაზე ძვირფასი აქვთ დათმობილი ამ ეტაპზე საკუთარი თავისუფლება, და არა მარტო მათ ოჯახებსაც, იმიტომ რომ ეს ადამიანები ნამდვილად საკუთარი პირადი ცხოვრება, სიმშვიდე, აბსოლუტურად ყველაფერი, ხო, რაც შეიძლება დღეს ნორმალურ ცხოვრებასთან კიდევ ამ გარემოში ასოცირდებოდეს და რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში დიდი დროშა აქვთ დაკავებული რეალურად და მიუძღობიან პროცესს თავისუფლად შეიძლება ითქვას თავიანთი მოთმინებით და თავიანთი ღირსებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ კიდევ როგორ ღირსეულ პოზიციას ინარჩუნებენ ამდენი უსამართლობის მიუხედავად, რომელსაც სისტემა მათ თავზე ატრიალებს რა. და გუშინ მქონდა ამ გაზეთის პრეზენტაცია. აი ეს გაზეთი იმიტომ არის ღირებული, რომ ფიქრობ, რომ პირველი გაზეთი არის ჩვენ ისტორიაში, რეალურად დამოუკიდებლობის ისტორიაში, სადაც რეჟიმის პატიმრები საკუთარ განცდებზე და ემოციებზე. ნამდვილად. ხშირად მეგონა ხოლმე, რომ ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს იდგა რუსთაველზე, უცბად ყველა მხრიდან გიტევდნენ, გასუშვებდნენ, წყალს უშვებდნენ, გცემდნენ, გარბევდნენ და ხშირ შემთხვევაში ხარ ეიფორიულ მომენტში და რაღაცა ჩვენი პოზიციონირება ეიფორიით შეიძლება იყოს განპირობებული, მაგრამ გაზეთს რო წაიკითხავს, სტატიებს რო წაიკითხავენ ამ 18 პოლიტპატიმრის წერილებს, მიხვდებიან, რომ თითოეულ მათგანს აი 19 წლის ირაკლით დაწყებული, თითოეულ მათგანს ისე გათვითცნობიერებული აქვს და აი შინაგანად აქვს გამჯდარი ამ ქვეყნის სიყვარული, სიკეთე, თავისი წილი. რაღაცნაირი ერთნაირი ადამიანები არიან რა ნიშნით, ანაიცი, რომ ყველა არის უბრალოდ წერილებიდან მოდის დიდი სიკეთე, დიდი პატრიოტიზმი და უდიდესი იმედი. იმის მიუხედავად, რომ უმძიმესი დღეები უდგათ, ბევრ მათგანს ოჯახის წევრების ნახვის შესაძლებლობაც არ აქვს, რასაც ჩვეულებრივი მაგალითად რითაც ჩვეულებრივი პატიმრები სარგებლობენ და გარდა იმისა, რომ სრულიად აბსურდული მიზეზით არიან დაკავებულები, იმედის უდიდესი გამოძახილია ეს გაზეთი, რაც ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება რეალურად და ოჯახის წევრებზე არ შემიძლია არ თქვა. მათი ჩართულობა ამ პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი და შენ ახსენე კიდევაც, რომ აი მათი ღირსეული პოზიციონირება, მათ ნათქვამი აქვთ ჩვენთან შეხვედრაზე, რომელსაც შენც ესწრებოდი, თქვენს რომ ჩვენი შვილებით არ ივაჭროთ მათ შორის თვითმმართველობის არჩევნებში, იმიტომ რომ ჩვენ არ გვჭირდება უბრალოდ განთავისუფლებული შვილები და ოჯახის წევრები, ჩვენ გვჭირდება განთავისუფლებული საქართველო. იბრძოდნენ და არ ვიცი რა შეიძლება იყოს ამაზე ღირსეული იმ დედის მხრიდან, რომელსაც 19 წლის შვილი ციხეში უზის უბრალოდ სრულიად უდანაშაულო ბავშვი უზის ციხეში და კიდევ ესეთი უსამართლობის ზეიმი არის ყველა სასამართლო პროცესზე. შესაბამისად მათი პოზიციონირება
ძალიან მნიშვნელოვანი არის პროცესის წარმატებისთვის და ჩვენი მხრიდან ერთგვარი მადლობა და დაფასებაც იყო ეს გაზეთი და გვინდა რომ ისტორიამ შემოინახოს უბრალოდ არქივი, იმიტომ რომ მეხსიერება არის პოლიტიკური აქტი და დავიწყება არის დანებება და ჩვენ გვინდა რომ გახსოვდეს. ჩემი აზრით საქართველოს ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი ექნება ამ ადამიანების მათ შორის წერილებს, რაც თქვენ გააკეთეთ. ცოტა გული ამით შუყდა ახლა, იმიტომ რომ ხშირად ვესწრები ამ ადამიანების პროცესებს ყოველთვის როცა ვახერხებ და მინდა რომ ჩვენ მაყურებელს უთხრა რომ მათ სასამართლოზე პროცესებზე დასწრება არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც კი შეგვიძლია ამ პროცესში გავაკეთოთ. თუ ყოველთვის დარბაზში ვერ მოახერხებთ ყოფნას, აი ეზოშიც რო იყოთ სასამართლოში, ესეც დიდი ამბავი იქნება, იმიტომ რომ ჩვენ სხვანაირად ვერ გამოხატავთ მათთვის მხარდაჭერას და მართლა ყველაზე ძვირფასი რაც კი გააჩნდათ, მაგათ ეგ გადადეს და მე მგონია რომ რაღაცა მართლა განტევების ვაცები არიან, იმიტომ რომ ნებისმიერი ჩვენ იმდენად აბსურდული მიზეზებით ხედან, ყველა მოწმე რომელიც გამოდის ამას რომ არ მე სახეზე მათ არ ვიცნობ, არ ვიცი ვინ მესროლა, დავუშვათ ფეიერვერკი ან ამ შემდეგ, მაგრამ საბოლოო ჯამში გამოდის რომ მაინც ეს ხალხი ზის, ხო? ან ნებისმიერი თუნდაც წინა ხაზზე მდგომი, ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება ყოფილიყო და უბრალოდ ეს ხალხი აირჩიეს და ესენი არიან ეხა შეწირულები, ასე ვთქვათ და ძალიან მნიშვნელოვანი არის მათი მხარდაჭერა. მე მგონია რომ თუ რამეზე გადის ეხა ბრძოლის ხაზი პირველ რიგში მათ თავისუფლებაზე გადის, იმიტომ რომ მართლა საკუთარი ქვეყნისთვის იბრძოდნენ ეს ადამიანები და ძალიან მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა და თუ რამე შეგვიძლია ალბათ მათთან დგომა, დანახვა თუნდაც ამ დარბაზში რო ხედავენ, რომ აი ნახე, თუნდაც ვიღაც უცხო ადამიანი ზის, რომელსაც საერთოდ არც კი იცნობს, მაგრამ ხედავს რომ აქ იმიტომ ზის, რომ მას უჭერს ხარს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და ბოლო კითხვა მინდა იყოს ისევ ამ თემის გაგრძელებასნაირად, რომ მე როდესაც ვუყურებ ამ ხალხს, მათ შორის ოჯახის წევრებს, რომლებიც ეს თავდადებით იბრძვიან ამ ბიზნესთვის და მათი მიზანი არ არის მართლა მხოლოდ საკუთარი შვილის გათავისუფლება, თორე ეს რო იყოს დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ძალიან ბევრ გზას მოძებნდნენ იმისთვის, რომ გამოეშვათ მათი შვილი, თუნდაც რაღაც შემოვლითი გზებით, იმიტომ რომ მათ აწყობთ ეს რა. მაგრამ ეს ხალხი იბრძვის მართლა იმისთვის, რასაც მათი შვილები იბრძოდნენ იმ აქციებზე. როგორ ფიქრობ არსებობს დღეს ხალხი, რომელიც რაღაცნაირად აგრძელებს ცხოვრებას, ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს. და აქეთ გვაქვს რეალობა, რომელშიც აი ეს ხალხი ახლა რომელსაც ეს გული დაგვიმძიმდა ორივეს და ვისაუბრეთ, რომ ესეთ რთულ პირობებში ცხოვრობენ, საკუთარი შვილებისთვის იბრძვიან და ყოველდღე არ მოცემულობა არ შეცვლილა რეალურად, ხო? ეს ხალხი გამოსახსნელი ყავს და ცხოვრება გრძელდება ვიღაცებისთვის, ისე თითქოს არაფერი მომხდარა. როგორ ფიქრობ, აი რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, ან რა შეიძლება მოხდეს, დავით საგაიხსნას თუ ასე შემდეგ რა შეიძლება მოხდეს, რომ ადამიანები მიხვდნენ და გაიაზრონ, რომ არაფერი არ შეცვლილა, ისევ იმ ჯოჯოხეთში ვართ, რაც დეკემბერში მოგვიწყო ქართულმა ოცნებამ ქუჩაში, ხო? მე არ ვამბობ, რომ აუცილებლად ყოველდღე 100 და 100.000 დემონსტრაცია უნდა იყოს ქუჩაში და შემდეგ, მაგრამ რა გვაკლია, რა არის იმისთვის საჭირო, რომ გავახსენოთ თუ რაღაცნაირად შევანთოთ თუ ადამიანების თავებში რაღაც ანთება მოვახდინოთ იმისთვის, რომ ეს ხალხი ციხეშია, ეს ხალხი არაფრისთვის ისჯება და ეს ქვეყანაც არ არის გათავისუფლებული. რთული კითხვა, $1,000,000-იანი შეკითხვა. ძალიან რთული შეკითხვაა რეალურად, მაგრამ ერთის თქმა შეგვიძლია, რომ მაგას ჩვენინებით თუ არ გავაკეთებთ მოსახლეობა, რომ ჩვენინებით მგრძნობელობა არ გაგვეზრდება ამ ყველაფრის მიმართ და ვიტყვით, რომ აი ხო ეს ტკივილი ზღვარი უკვე ამოსულია რეალურად. რეჟიმი ჯერ ერთი ძალას მოიკრებს, მაგრამ მე რეჟიმი ისეთ რაღაცას გააკეთებს რეალურად, რომ ეგ აუცილებლად მოხდება, მაგრამ მოხდება ისეთ დროს, რომ ძალიან გვიანი იქნება რეაქციის მიცემა, იმიტომ რეჟიმი იქნება გაძლიერებული. და ყველასთან მივა სამწუხაროდ. კი, როდესაც რეჟიმი ფორმირდება, იმან შინაური გარეული აღარ იცის. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი და სულ ვამბობ, რომ არ მინდა ადამიანებს ეგონოთ, რომ აი ის რაც ხდება დღეს პოლიტპატიმრების თავს, ოპოზიციური წევრების თავს და ასე შემდეგ, განსაკუთრებით პოლიტპატიმრებზე მაგ საუბარი, ეს არის მხოლოდ მათი ოჯახების და მათი ტრაგედია რეალურად და უსამართლობის რაღაცა წისქვილი დატრიალებული ხომ, იმიტომ რომ თითოეული პოლიტპატიმრის პროცესი, თითოეული დაკითხული ცრუ მოწმე, თითოეული დაკავებული ადამიანი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვშორდებით ყველაზე ღირებულს, ხო? რაც არის თავისუფლება, სამართლიანობა, დემოკრატია, ჩვენი ევროპული მომავალი კი არა, ევროპული აწმყო უბრალოდ სადაც ვართ და მივდივართ იზოლაციისკენ და რუსეთისკენ და ყველა იმ სიმძიმისკენ, რაც შეიძლება აი ამ ორ სიტყვას იზოლაციას და რუსეთს მოქონდეს უბრალოდ და ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ოჯახში შევა. თუ მაგალითად სამართლით არ შევა, ხო პირობითა და ისინი ციხეში არ აღმოჩნდებიან, ისინი ისეთი ეკონომიკური გაჭირვების ზღვარზე იქნებიან, იმიტომ რომ ვიზა ლიბერალიზაციას
დავკარგავთ, ინვესტორებს დავკარგავთ. აი ძალიან მარტივად არის ყოფით დონეზე რო აუხსნა მოსახლეობას, ხო? მათ ჯიბეებს შეეხება, მათ მომავალს შეეხება, უპერსპექტივო გარემოს შეეხება, გაუარესებულ ცხოვრების ხარისხს შეეხება და თითოეული დასჯილი, უსამართლო დასჯილი ადამიანი ამ ქვეყანაში ნიშნავს ყველა სიკეთის დაკარგვას თუ დღემდე რამე არის შემორჩენილი. და ამიტომ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ დღეს თუ ისინი მაგალითად თვლიან, რომ ეს უსამართლობა რაც ქვეყანაში მათ გვერდია უარა. მათ გვერდია უარა, რეალურად აი მეზობელთან რო კონფლიქტი მოუვათ, ქუჩაში რო უსამართლობას წააწყდებიან და სამართალს ამ ქვეყანაში ვერ იპოვიან, მე ძალიან გვიანი იქნება, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ადამიანი არ დარჩება, ვინც მათი უფლებებისთვის იბრძოლებს უბრალოდ. და უბრალოდ სამართალი ისეთი რაღაცაა, რომ ადრე თუ გვიან, ყველა ცხოვრებაში მისი დადგენის საჭიროება დგება ხობა და აუცილებლად, იმიტომ არსებობს ამდენი სამართალდამცავი ინსტიტუტი ქვეყანაში და სასამართლო სისტემა, იმიტომ არსებობს, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველას უწევს ამ სისტემასთან შეხება. და ისეთი მწარე იქნება ეს გამოცდილება უბრალოდ მე ძალიან გვიანი იქნება და ამიტომ ადამიანებმა ის უნდა გავიაზროთ, კარგად გადავიაზროთ და ერთიანობა ვაჩვენოთ ალბათ ამ ბრძოლაში და იმედით ვიყოთ ყველაზე მნიშვნელოვანია. კი, ნამდვილად. იმედი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენს უიმედობაზე დგას ხოლმე ხშირად სისტემა. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ანა. იმედიან უნდა დავასრულოთ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი არ გვაქვს, ეს არის მთავარი რაღაცნაირი ბრძოლის მთავარი ინსტრუმენტი, იმედის გარეშე არაფერი არ გამოვა. ძალიან კარგი იყო შენთან საუბარი. დამშვიდობები მაყურებელს შენთან და კიდე შევხვდებით ჩემთან გადაცემაში. მადლობა. მადლობა ანას, დაგემშვიდობებით მეგობრებო, შევხვდებით ერთ კვირაში დროებით. იმედია რომ უკეთესი ამბებით.